ბიბლიაში არის ის მღვდლები, პროფესიონალები, აარონიანები, არც სახლი აქვთ, არც კარი აქვთ. მიწაც არ მიუზომა ღმერთმა, ლევიტელები რო ქვია. ისინი სრულიად დამოკიდებული იყვნენ ხალხზე. სრულიად და ევალებოდათ ხალხს, რომ მათ მიეტანათ ესენი, ეჭმიათ, ესმიათ, ისინი კიდე მთლიანად ღმერთის სამსახურში იყვნენ. მათ არაფერი არ ქონდათ. როგორ იწყება ამის თავდავიწყება, მე ვეცნობით მსაჯულებში. და ეს პრობლემები არის, რომ მოყვება ამას. ახლა არ დაუჯეროთ ბიბლიას და ვიღაცა კრეტინს დაუჯეროთ. სამყარო ამით მიდის. აი ვაკვირდები და ისტორიასაც რო ვსწავლობ, ყველაფერი შესრულდა, რაც ღმერთმა უთხრა ადამიანსა და ევას სამოთხის ბაღში. თქვენ დაკბილდათ სატანა რას? ამასო, მე გეტყვით რა მოგივათ თქვენაო. პირველი უთხრა მოკვდებით. 100%-იანი მოკვდნენ. დაიხოცა, ის მტარი იყო, მტარი არ ყოფილიყო, დაიმალებოდნენ. ღმერთის დაძახებაზე ორივე დაიმალა. ფაქტურად ღმერთი რატო უძახის, რა ვეხედავს გონიათ? ფაქტურად აგებინებს იმას, რომ თქვენ რა გინდოდათ, გამტოლებოდით? რატო იმალებით? ვინ გასავლათ, რომ შიშვლები ხართ? ხვდებით, რა უცნაური დიალოგი იმართება ბაღში და როგორ განიცდის ალბათ ადამი და ევა უკვე დატოვება სამოთხის ბაღისას და როგორი სუსწრაფობას იჩენს ევა, რომ კაინს არქმევს კაინს შემეძინა, გონია რომ მესია არის. და ამ დროს მკვლელი დაიბადა. ცოდვა დაცემული ადამიანი, მან კარგად ვერ მოისმინა რა უთხრა ღმერთმა, რომ დედაკაცის თესლისგან დაიბადებაო. კაციდან არა, აი ეს გაეპარა. იმდენად იყო დაბნელებული, იყო ცოდვა დაცემულს ელაპარაკება უკვე. ესენი ორივენი ცოდვა დაცემული არიან, როდესაც ღმერთი ამათ ეცხადება. ხო იცით რომ ცოდვა დაცემულ ადამიანს ღმერთს თუ ჩათვლით საჭიროდ ეცხადება. აბა ცოდვა დაცემული არ არის მოსე და თელი რიგი ხალხი? რა ფორმით? ბიბლიაში არ არის ნაჩვენები. რა ფორმით დაელაპარაკა? რა ფორმით არის თეოფანია? როგორი არ ვიცით ჩვენ, მაგრამ აშკარად უკვე დაელაპარაკა ამათ. გაიმართა დიალოგი და ესენი გრძნობენ უკვე რაც საშინელ დღეში არიან. და ალბათ რა კარგი იქნებოდა იმ წუთში ესენი, რა ვიცი, აი მონანიების, რა ვიცი, აი სულ მოშამოიხიათ ყველაფერი. გადაბრალება წავით, დატუქსულა ცოდვა დაცემულმა ადამიანში ამუშავდა ლოგიკა, რაღაც ურთიერთ გადაბრალების, რაღაცა წინააღმდეგობის. ამუშავდა ეს ლოგიკა უკვე. სამოთხის ბაღშივე უკვე ჩანს ეს ნიშნები. და რო გამოდიან ესენი, ალბათ ძალიან ცუდ დღეში უნდა ყოფილიყვნენ. სხვათა შორის ეს ადგილი რო წაიკითხა ერთ-ერთმა მხატვარმა მაზაჩომ, სულეთ ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა მაზაჩო 1401 წელშია დაბადებული და 28-ში გარდაიცვალა, იგი 27 წლის ასაკში. აი ეს ადგილი ისე კარგად გადმოსცა, ერთ-ერთი კაპელი მოხატა მან, სამოთხიდან განვე ადავიდეევის. ძალიან ისეთი ტრაგიკული, სწორი მიგნება არის ბიბლიური თვალსაზრისით. აი სწორედ ამას უნდა განიცდიდეს ადამი და ევა, რაც გადმოსცემულია მაგ სურათში. ადამი და ევა, აი ეს ნაძერწივ კარგად აქვს ეს დახატული, ეს ძლიერი მხატვრად არის მაზაჩო აღიარებული. და ძალიან ტრაგიზმით ხასიათდება ზოგადი სახე, ზოგადი ფიგურები და ხელი აფარებული ორივე. როგორ მოდიანი ტრაგიზმი სახეზე არის. ეს არა ჩანს უკვე, რომ იცი ღმერთად ქცეული ხალხი არის. სატანამ ასეთ დღეში ჩააგდო კაცობრიობა. და უკვე ცოდვა რო შემოვიდა, ცოდვაში ყველა დაბადებული ცოდვილი არის. ცოდვის შედეგი სიკვდილია. ცოდვის შედეგი არის ლპობა, გახწნა და იმიტომ არის ამხელა თავი რო ეძღვნება ლევიტელებში კეთრს, როგორც ერთ-ერთ ძლიერ სიმბოლოს ცოდვისას. აქ ცოდვაზეა ლაპარაკი. კეთრზე კი არ არის. იმიტომ რომ მანდ როგორც გითხარით, იკურნებოდა ყველა. სიწმინდე გაიწმინდა. გაწმენდის ისინიც არის მე-14 თავი. როგორ გაიწმინდა? არავინ არ ავადდებოდა. ღმერთი ამასთან. ესე იგი სიმბოლოა ეს ცოდვის. აი რა გრანდიოზული არის ცოდვის საშინელება. და მერე ფაქტიურად ეს დაავადება, რომელიც ძალიან საშინელი დაავადება, აი პოპს რა კაც ერთ-ერთმა ექიმმა, რომელმაც იმოგზაურა პალესტინაში და იცით თქვენ აფრიკისა და მთელი აზიურ ქვეყნებში იყო ეგ ასულის 19-18 საუკუნეში, აღწერილია ამის საშინელი, აი რა დაინახა, აი თმები ყალყზე დამიდგაო რა. ყველაფერი ლილპება. ამ დროს იცინი როგორ უხარიათ, იცი ტყივილის კვირ გრძნობენ. შინაგანად რომ დაიწყებ ცვივა, თითები, თვალები, თმები, ყველაფერი ნადგურდება, აი ინგრევა ყველაფერი. ამ დროს ისინი ხალისობენ, იცით, საჭმელს ითხოვენ და რაღაც ამდაგვარს. რა კარგი შედარება აქვს მე იგივე ერთ თეოლოგს, ბარებში და კლუბებში ხალხი რომ მოწყენისა და შფოთის გამო მიდიან და ერთობიან ვითონ. ამ დროს ცოდვილი ადამიანი ეს რაში გჭირდება? ხო, თუ შენ გამართლებული ხარ. ცოდვის დაფარვა შეიძლება? აი ეს არის ამის კარგი სახეები არის გადმოცემული ასეთ დაწვრილებით მე-13, მე-14, მე-15 თავში, რომელიც ჯერ ეს საერთოდ ბებერისთვის გაუგებარი არის, არც კითხულობენ. და ვერ ხვდებიან. აი ამაზე მედიტირებას რო გააკეთებ, მიხვდებით ცოდვა რა არის და მე ხვდებით მადლს ქრისტემ რა გააკეთა. ისე როგორ გაიგებთ? თუ არ გაისიგრძეგანეთ, ტანჯვა ვერ დააფასებთ ჯანმრთელობას. ვერ აფასებთ და ჯანმრთელობის შემომტანსაც ხომ? ანჯვა არის საშინელება და ეს არის აღწერილი მაღალ დონეზე ამ ცოდვაზე როცა ლაპარაკი. ადამი და ევა ცოდვაში შემოვიდნენ რა? ბუნებრივ ესენი განიცდიან ამას. და მართლაც ნახეთ, ქალი მუდმივად ცდილობს ვლასტია იყოს. ასევე კაციც ამ ორ შორის წავიდა ქიშპობა. პატარა მასშტაბით ეს
რომ გაავრცელოთ, დღეს ვიღებთ რა, ძალაუფლების ნებას ვინ ჩაიგებს. პოლიტიკაშიც ეგ არის. ხალი იქნება თუ კაცი იქნება, საბოლოო ჯამში პოლიტიკა რა არის? გაბატონება და ერთი რაღაც კაცის თუ არა გარკვეული ჯგუფის, ერთი კაცის როცა მონარქია არის. გარკვეული ჯგუფის, როცა ვითომ დემოკრატია, გარკვეული პარტიის ძალადობა მოსახლეობაზე. პრივილეგირებული ისინი არიან, დანარჩენები გაუბედურებული. ყველა ქვეყანაში მთავრობა პრივილეგირებული არის, ხალხი კიდე გაუბედურებული. აბა მითხარით, სად არის ხა და ჩვენ კიდე მუდმივად ანტაგონიზმში ვართ. გვინდა ავჯაყდეთ, რა არის აბა მომავალი არჩევნები, ყოველი არჩევნის არის აჯანყება. ცხოვრების უკმაყოფილი რო ხარ, იმედით რომ არჩევნებში სხვები მოვა, გეშველება. სულ მუდამ გამტყუნებულია კაცობრიობა. ყველა ქვეყანაში ესე არის, 4 წელიწადს ელოდებიან, როდის მოვა და იქნება რაღაცა იყოს და მოვა ახალი დაპირებებით, მოტყუდება ხალხი, აირჩევენ, წინ წლებში არჩევა, ისევ გაჭირვებები წავა. ის ბიბლიური ის ხო შესრულებული არის. მიუხედავად ამისა, კაცობრიობა ისევ აწვება იმას, ძველ სატანურ შეგონებას, რომ შენ ახალ ღმერთი. ეს მოვიდა სტალინს, ეს მოვიდა ჰიტლერს. ესენი რა კარგი ბავშვები იქნებოდნენ. წარმოგიდგენთ სტალინი, ჰიტლერი, ნაპოლეონი, ესე 2 თვის, 6 თვის. ძალიან ლამაზი იქნებოდნენ. მაგრამ ცოდვა რო შემოვიდა, ნახეთ რა გააკეთეს მათ. გელოზებათ რო უყურებს ყველა მშობელი თავის შვილს. რა გააკეთა ჰიტლერმა? რა გააკეთა სტალინმა? ტონობით ხალხი დახუცეს ამებმა. აი, ცოდვა რა არის? ამიტომ არის ის ცოდვის გამოსასყიდი ისენი რო არის სიმბოლოები, აი რო ადასტურებს დედა მე-12 ეთაპში. კიდე გამეორებას აქვს. ადგილი ახლა ჩვენ რო საუბრობთ რომ რაც გავიაზრეთ და წავიკითხეთ იმის გაანალიზება კიდე რომ შეგვეძლოს ჩვენ აი დედა ადასტურებს რომ ცოდვილი არის და შვილი ცოდვილი შემოვიდა შვილისთვისაც აკეთებს ამას და თავისთვისაც მაგრამ იესო რო იბადება მარიამი თავისთვის აკეთებს ამას იესოსთვის არა აი ეს დეტალებიც მივაქციოთ ყურადღება იესოსთვის არ არის საჭირო თორე ცოდვილი არ არის ეს უბრალოდ წინდაცვეთა შეასრულეს და ეს არის აღთქმა დადებული ძველი აღთქმა უნდა აღასრულოს და იესო იყო ვინც აღასრულეს. აბა სხვა ადამიანს არ შეუძლია შეასრულოს ის ძველი აღთქმა. ამან შეასრულა ჯულის კანონი თავიდან ბოლომდე. და ჯულში იყო მოცემული მესიის მოსვლა და ჯვარზე გაკვრა. ეს იესომ გააკეთა. გურიტი და ის დედამის არ მიუტანია ამის ყოლა დასაწველი და გამოსასყიდი ცოდვისა და ამ შემდეგ. ეს თავის თავზე გააკეთა მარიამმა და მარიამ ამით დაადასტურა რომ ის ცოდვილი არის. და მასაც ჭირდებოდა გამომსყიდველი. ეს ვერ გაუგია ბერს და ამიტომ აღმერთებენ მარიამს. ქრისტეს მიღების მერე რა თქმა უნდა მაგანაც მიიღო, რა თქმა უნდა წმინდანი გახდა. ისევე როგორც ყველა ქრისტიანი ვინც ქრისტეს იღებს წმინდანია. ესე გასუფთავდა. წმინდანი შეთავს გაიწმინდეს შენ. რისგან? ცოდვისაგან, კეთრისაგან. მანამდე კეთროვანი ვიყავით ჩვენ. მოხდა გასუფთავება. ეს რწმენით თუ არ მიიღე, ქრისტიანი არ ხარ. წმენით მიღება ნიშნავს წმენ გზერა რა გწამს რა ეს და ის მოქმედებს მერე. რწმენის შედეგად მოქმედებს სულიწმინდა. თუ ეს რწმენაში არ არის, სულიწმინდა არ მოქმედებს. ამიტომ ჩვენზე აღარაფერი აღარ არის დამოკიდებული. რწმენის გარდა დანარჩენს ისაკეთებს. აი ეს არის თავის სამტრევი თეოლოგებისა და აქ არის თეოლოგიური არმია რომ მოვიდა. ქეკავენ, ესე არ არის, ისია, ესე. მიიღე რა პირდაპირ აწერია კაცო, ღმერთს შეიძლება ვეგამათოთ. და ლიბერალიზმია, იმიტომ გაშალა ფრთები. გაშალა იმიტომ რომ უნდა შესრულდეს ღმერთი. ყველაფერი შესრულდა და რა, ის არ შესრულდება, რაც წინელოდება კაცობრიობას. აი ამ ფაზაში ნელ-ნელა შემოვდივართ მოყოლებული პირველი საუკუნიდან. ჯერ პავლე როდის იძახდა ამას, ხო, მისთვის დრო დასექცა ქრისტიანობის უკვე დიდ მნიშვნელობას აღარ ატარებს. და ის მუდმივად ელოდებოდა მეორეთ მოსვლას და მართლაც ქრისტიანის ცნობიერება სხვანაირად აღიქვამს დროს. აქმა დროისა ქრისტიანი სხვა არის. ცოდვილი და ადამიანისთვის დრო სხვა კატეგორიების შემცველია. ის ხო ქრისტიანი წერს ამას. და ამიტომ ბიბლიაში დიდი მნიშვნელობა დროს და რიცხვს კი არ აქვს. აღწერილი არ არის არაფერი. რაღაც აქცენტებია დასმული და ჩონჩხი უნდა შეკრიბო. მაგრამ დაწვრილებით აი ხო შეეძლოთ ესე ჩაეწერა დღე რიცხვ ნებისმიერი ადამიანი დღიურს კატაშლის პუნქტი პუნქტია ყველა აი კირკეგორის დღიური წამიკითხია თელერიგი მოაზროვნეების დღიურები რიცხვები და საათები წერილი არის. ეს არ შეეძლო იმას რო წერდა. აი ღმერთმა ეს დაფარა. არ არის საჭირო და იმიტომ. თავარი მან სხვა რამე არის. აი ეს ცოდვა დაცემულობა, რომელიც ისე იცის ადამიანმა რა და არც გაიაზრებს, არც დაფიქრებულა, როგორ დაწვრილებით არის აღწერილი აი ამ წიგში. და რას ნიშნავს დაუკვირდით? ეგ რაღაცა სამედიცინო ის კი არ არის კაცო. შედარებული როა მანდიდან ჯერ ერთი ფიზიკურად მართლაც არის. ვინმე ისრაელი ამით მომკვდარა? არავინ იქ არ არის აღწერილი. თორე იქვე ის სუფთავდებოდა. 7 დღე გაუშვებდნენ გვერდზე და გაიწმინდავდებოდა. კეთრი რა არის? ესე იგი რის ხატია ესა და რის სახია? აბა გადახედეთ როგორ არის დახასიათებული ფსალმუნებში ისაიასთან. კეთრი რა არის? ამოყარეთ რა საშინელება არის ეს და ეს იგივე სინონიმია ცოდვისა. ცოდვა ცარელი აბსტრაქტული სიტყვა და ვერ გაიგებთ, მაგრამ აღწერილი დაავადების კეთრის მეშვეობით უკვე ტანში გზარავს. მაგრამ როცა კითხულობთ განცდაში თქვენ არა გაქვთ. რატომ? თქვენ ამ დაავადებას არ იცნობთ. არც გინახიათ. ვინც ეგნახათ თმები ყალყზე დაუტკა. მე მაინც გამოკრიფავ რაღაცებს რა თმინდა ახლა თუ მანდა მაინც ნახვა. მე მესმის ეს ასაშინელება ჯერ ერთი აგერ სახეზე
უყურებთ ჩვენ რა არის დღით ადამიანი როგორ იშლება მისი ორგანიზმი. თლიანად ცოდვის შედეგად ხო სიკვდილი მოვიდა, ტანჯვა მოვიდა, ტკივილები მოვიდა, დაავადებები მოვიდა. ეს სახეზეა. ვერცერთმა მეცნიერებამ ეს ვერ შეაჩვერა. აი რამდენი ხანია კაცობრიობა არსებობს. სულ ამას ებრძვის კაცობრიობა. სულ ებრძვის მაგას, რომ შეაჩეროს ეს. ვერ შეაჩერებს. ეს არ ძალუც ადამიანს. ეს მხოლოდ ღმერთს შეუძლია. აი გაკეთა მაცხოვრო იესომ. ეს ახლა მიფუჩეჩებული, იმიტომ არის ამ პლანეტაზე ამ საუკუნეში რომ სცენაზე შემოსაცვლად სხვა პიროვნება ემზადება. იმასაც ხო თავისი როლი და ადგილი აქვს. ამიტომ ახლა ქრისტიანობა მუშაობს სხვანაირად. მადლის ეპოქაში მადლი ნიშნავს იმას ინდივიდუალურად შენ, როცა გაიგებ ამ ხმას, არ წაუყურო. სმენით კი ყველას ესმის, წიგნები ყველას აქვს და შემოდის. ეს მაინც არ არის დამალული არსად. არსად არ არის დამალული დღეს ქრისტეზე ჯერ წელიწადში 2 დღე ამ პიროვნების იმას უკავშირდება. და უნდა დაინტერესდე ვინ იყო ესა. სად არის მოცემული? თუ ეს ინტერესიც არ აქვს, დაბალი დონე ხარ. ის ფილოსოფოსები მაინტერესებდა, ვინც ღმერთს ეძებდნენ. გავყევი მაგ ფილოსოფებს ვერ მაპოვნინეს. ბიბლიამ გვეუბნება, აგერ არის. აგერ გამოგვეცხადა და ეს გველაპარაკე. ასე გადავდა ისინი გვერდზე. ცოდვადაცემული ადამიანის ლოგიკა ზუსტად ისეთია, რაც ჰეგელმა სისტემაში მოიყვანა. და ახლა ჰეგელი ვისწავლო კიდე? მან სისტემაში მოიყვანა, შეკრა, გააერთიანა, ლეგალური ფორმა მიცა ამას და სახელმწიფომ ბეჭედი დაუსვა. ეს თავშია ყველას. მე აქედან მინდა განთავისუფლება და კიდე გვისწავლო. ესე იგი, დავაკანონო ჩემში ცოდვა? ის აზროვნება დავაკანონო მე? და სწორედ ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირში. აკანონებდნენ ისედაც ცოდვადაცემულ ადამიანში, აკანონებდნენ ჰეგელის ლოგიკას, რომელიც იყო სატანური. თეზა ანტითეზის შეერთება, ხო არის? არ არის. ღმერთი არის? არ არის. მოდი, ამათი კონფლიქტი რო არ იყოს, არის და არ არის ერთად გავაერთიანოთ. რა არის ჩინური ფილოსოფია, წინი და იანი. ბნელი გონია ეს ნათელია, ნათელვე სისულელე, ხო? ჩინელებს კაი შტერები იყო, იმიტომ რომ ეხო წარმართი ის არის. ამდენად ახლა ჩინელი ჩემთვის არანაირი კომპეტენცია წავა, უფრო ისრაელის ერი უფრო მაინტერესებს. ეს ღმერთთან დაახლოებული ერია. ამიტომ ჩემი გულისხმული ყოველთვის ამ ერის მხარეზე იყო ისტორიულადაც და საქართველოს ისტორიის კითხვას გაცილებით მირჩევნია ებრაელის ისტორია ვიკითხო და ბიბლია სწორედ არის ამ ერის ისტორია. ესე ინება ღმერთთან. საქართველოს ისტორია მე არაფერი არ მომცა. გადავაბულბულე გვარებიც მახსოვს ქართლის ცხოვრებაში ვიკითხე. მოკლედ ძველი ქართულითაც ვიკითხე რომ პირველ წყაროებს მივაკითხე მე რომ ვინმეს არ ეთქვა რომ შენ კითხულობ თქვა აი საბჭოთა კომუნისტების მე. აბატონო წყაროები დებს ქართლის ცხოვრება. არაფრის მომცემი არ იყო. ქართლის ცხოვრებიდან ამოსული მე სისულელები ვახტანგ ჭელიძის ქრონიკები, ლევან სანიკიძეს უქარქაშო ხოლები. რისი მომცემი იყო ეგა? დღეს ქართველები ხო მაგას კითხულობენ. რამე წინსულა აქვთ? ამერის ისტორიას, ცოდვადაცემული ადამიანის ისტორიის სწავლას რა აზრი აქვს, როცა მე ვარ ცოდვადაცემული. მაგრამ ბიბლიას როცა ვკითხულობთ, აქ არის ცოდვადაცემული გარემო ხალხის. ამაში კიდე ერთი უაზესივით ებრაელი ერი, რომელსაც ელაპარაკება ღმერთი. აი რატო ვკითხულობ ამას? პარალელზე ახლა ყველაფერს სხვა ყოლ ცოდვადაცემულ საკანასაც ვათვალიერებ მე და უყურებ და ვეძებ რაიმე რაღაცნაირად დავალაგო და გვიტევს ჩვენ ესი ცნობიერება მეგობრებო რომელსაც ქვია ცოდვადაცემული ცნობიერება. ჰუმანური გაგებით რა თქმა უნდა ქრისტიანობა, ჰუმანისტი ქრისტიანი. ეს ღმერთმა იმთავითო იწინასწარმეტყველა. და რო დაუბრუნდეთ თავდაპირველ თემას, ასეთ სახეს მივიღებთ, რომ პირველად ცოდვის შედეგები განიცადა ადამმა და ევამ. ჩვენ ახლა ცოდვაში რო ვიბადებით, ისეა შესხორცული, ჩვენ ზღაპარი მგონი ესა და რა ცოდვა არა ის არის. და გამოყენებული არის ეს როგორც ცარიელი სიტყვა რა. მე ცოდვილი ვარ, იცი, ჩვენ ვცოდავთ, აი ვცოდავთ და თან გემრიელად ჭამლობიოს და დააყოლებ რაღაცა ღვინოს. გასიგრძე განებული გაქვს ცოდვა რა არის? აი რა დაწრულებით არის დაგვირთ ყველაზე ბევრი მუხლი ამ თავებში არის მე-13 მე-14 მე-15 თუ შეატარებთ რა მარტო ავადმყოფობაზეა ლაპარაკი მათ დღეს რა არის ავადმყოფობა ვიღაცა იტყვის ცოდვაზეა მათ ლაპარაკი და დაწრულებით აღწერილი იმიტომ არის და მე ვინც ნახა ეს და აფრიკაში და აზიაში იყო ეს დაავადება მე მიხვდნენ იცი იმით თეოლოგებმა რა არის ეს აღწერილი ცოდვა რატომ არის წარმოჩენილი ამ დაავადების სახით და რატომ არის ეს სიმბოლო ცოდვისა კეთრი და არა სხვა დაავადება მაგალითად გასტრიტი, მაგალითად კუჭის დაავადება. რა არის ყომაში დაავადებები? როგორ არის აღწერილი დეტალურად? მან უამრავია სალაპარაკო, რომ კარგად დაგვაფიქროს ამან, რა არის ცოდვა და მერე გაწმენდა, იწმინდება. ვინ წმინდავს ამ ცოდვას? იესო ქრისტე. ცოდვის შედეგი სიკვდილია, გახსნარი და ეს არ ჩანს. და ჩვენ კიდე როგორ ვხიარულობთ, მოწყენილი ჟამს ბარში მიდიხარ, დაალევე, იცინი და ამ დროს დაღლილი და როგორ ახარ იცი, გამოფიტული ხარ. მოდის სიბერე, მოდის სიკვდილი. და გაგებაში არ ახარ, სად მიდიხარ? ამიტომ ბიბლიამ კარგი ამბავი მოიტანა. მელა იცახის ქართულად სახარება. დაფიქრებულ არ ეს რა არის? გესმის რა არის სახარება და გვეტყვიან. აი მათე მარკო სახარება სიტყვა შეცვლილი რა არის იცით? ახალი ამბავი რა არის მან? ცოდვაა დამარცხებული. და თუ არ იცი ცოდვა რა არის? როგორ გაიგებ ახალი ამბავი რა არის?
ამიტომ არის ეს ლიბერალიზმი სოფლიოში ესე დონეზე და ცოდვა როგორც ასეთი იგნორირებულია. ცოდვაზე აღარავინ აღარ ლაპარაკობს. სატანაზე ხო საერთოდ და ამაზე თუ ილაპარაკებ იმ წუთში დაგესხმებიან თავზე რადიკალობას გიწოდებიან და მაქსიმალისტი ხარ. ქრისტე დაიტოვა ყველამ. არა მეუბნები, ეს დაბალიტონია რა. ეს დაგუყავთ, ეს სატანას ჩაგახუტებთ. ასეთი ლიბერალური ქრისტიანობა აუცილებლად ჩაგახუტებს ანტიქრისტეს. ის ხო მაგ ფორმით მოვა ფორმით, რომელიც იტყვის მე ქრისტე ვარ და რომელი ადამიანური ფორმით. შენ ცნობიერებას ესეა მომზადებული. ლიდერს არ ელოდება ყველა ერთ მსოფლიო ლიდერს. ეს გაერთიანებები რა არის პატარა დოზით ევროპა გაერთიან და ის გაერთიან ყველა რო ერთიან ინტეგრაციები. ეს წინა სახეებია იმისი, რომელიც ერთჩვენე დღეს მოხდება 3 წელი ნახევრით იქნება ეს ილუზია. და მე რო ირევა კანტორა. ნუ ახლა ესხატოლოგია სწავლობს ამას ბიბლიის ნაწილები, რომელსაც გამოცხადება ქვია. და მან ისეთი მეტაფორებთან გვაქვს საქმე, ყველას რიხრახი ებნება რა. ვერ გებულობს ყველა თავისებურად იყენებს ამას და ძალიან ბევრმა აცდინა ძალიან ბევრი, აი როგორც გითხარით, მაგალითით ვინმე ის პროფესორმა რომ მოიტანა ადგილი ფილადელფიის ქართველები არიან და აქწერია ეს, აი ქართულ ენაზე ილაპარაკებს. ეს ყველაფერი არის ტვინის არევა. მარტივადაც შეიძლება გადმოიცეს, რაც ბიბლიაში არის გადმოცემული. ხო, ეს ერი არჩეული არის ღმერთმა არჩია, იმიტომ კი არა რომ საუკეთესო ერია და არაფლისგან რაღაცის ქმნადობის სიმბოლო არის ეს ერი. აქედან მე რო ვკითხულობ მას რა რწმენას ემაძლევს, იცი? მე არაფერი რო ვარ, რაღაცას გამომძერწავს. ცოდვად დაცემული ადამიანი არაფერი არ არის. რომ მოვა ჩემთან ღმერთი, ისევე მაქცევს ნიშნეულად, როგორც აი ისრაელიერი აიყვანა ესა და დააყენა მწვერვალზე. ერთი მეჯოგი ხალხი და იქიდან გამოდის უამრავი ძალიან მაგარი მხედართმთავრებიც, დიდრებიც ჭკვიანებით, თეოლოგებს და დღესაც ისრაელიერი, ნახეთ იმ ღმერთის მადლით, როგორ არ მიატოვა ღმერთმა ეგერი, თუნდაც მათ რო ყავთ მიტოვებული. ცნობილია რომ ისრაელიერი ისევ ჭკვით ხასიათდება. დღეს სამყაროს ეს ერი წარმართავს, თუ რამე კომფორტში ვართ ჩვენ, ებრაელებზე მოდის მთელი წელი. ყველაფერი ებრაელებზე მოდის. თუ ქრისტიანობასაც ვინმე ავრცელებს ინგლისურ სივრცეში, იქ რამოდენიმე ებრაელია, გვარებით და სახელებითაც. ასევე ანტიც ვინც ებრძვის ამას, ისევ ებრაელები არიან. ჰოლივუდშიც ებრაელები გაბატონებულები არიან. ესენი ებრძვიან ამას. ამიტომ ამ წიაღიდან უნდა გამოვიდეს ანტიქრისტე და ქრისტეც მაგ წიაღიდან არის გამოსული. ეს არის მსოფლიო ისტორიის რუკა, სულიერების. და ვინც ამას გვერდზე გადადებს, ასევე ღმერთი გადადებს მას გვერდზე. და გადადებულიც არის საცუდავები. აბა რა ბედნიერება ახ დედამიწაზე მითხარით. ცოდვის შედეგი სიკვდილია და ბედნიერებას გამოვიწყოთ რა. სადაც სიკვდილია ბედნიერება შეიძლება იყოს. და შეიძლება ბედნიერება იყოს წუთიერი, ბედნიერება მინდა იყოს უწყვეტი, დაუსრულებელი. ნეტარება რო არ სრულდება, ეგ არის სიამოვნება. რაც დასრულებადია, ის რა არის? ამდენად მეგობრებო, ღმერთი გვეუბნება, შეიქმნა ადამიანი ამისთვის. მუდმივად ღმერთთან ყოფნისთვის არის ბედნიერი. ასეთი შექმნა მან ადამიანი და დაშორდა ღმერთს ადამიანი ამბიციის გამო. მთელი ისტორია ეს არის გამოსყიდვა. ბიბლია გვასწავლის გამოსყიდვის პრობლემა არის ეს. ეს პროექტი შექმნა ღმერთმა ბიბლიის მეშვეობით და ბერძნული სიტყვა ბიბლია არაფრის მომცემი არ არის. თუ ეს ჩვენ არ გავიაზრებთ, ბიბლოსი წიგნებს ნიშნავს. ეს არის წიგნების ერთობლიობა, შეკრულია 66 წიგნად და ის სული უნდა ამოიღოთ მანდან რაც წერია. და ბიბლიის ესე გაკერპება არანაირად სწორი არ არის. რა არის მან და რა არის ჩაწერილი? და ვინ ლაპარაკობს მან? ღმერთი ლაპარაკობს ხო? ღმერთს კიდე ეძებდა ყველა ღმერთს მიტოვებული ადამიანი. სამყაროში ყოველთვის არის ძებნა ღმერთს, მეცნიერი ასე ეძებს. ეგეც ღმერთს ეძებს, ისე არ იცის. ღმერთს უარყოფს და ეს კრეტინი თავისი პრაქტიკით ღმერთს ეძებს. რა არის ღმერთის ტერმინი, ცნება რა არის? ისეთი არსების პოვნა, ისეთი ძალის, ენერგიის, რაც გინდა და რომელიც არის აბსოლუტური ყველაფრის საწყისი. ამას არ ეძებს ყველა? უკვდავების, სამართლიანობის, სიყვარულის. არავის არ მოწონს უწუთიერი სიყვარული. ყველას უნდა სიყვარული გაგრძელდეს. ცოდვადაცემულს სამყაროში რა სიყვარული უნდა გაგრძელდეს? შეიყვარებ გარკვეულ ეტაპზე და მე რაც გიყვარდა ხილული სამყაროში, ის შემოგაჭკნება ხელში და უკვე გახუნდება შენი სიყვარული. ამდენად ცოდვადაცემულ სამყაროს სიყვარული არ ახასიათებს. ეგ სიყვარული არის უკვდავების იმიდან გამოყტანილი, ეს მარადისობიდან არის შემოტანილი. ეს გამოგვატანა ღმერთმა. ეს რო არ გამოეტანებინა ჩვენთან, ჩვენ ვეღარ შევიდოდით მაგ კონტაქტში. აი ესეთი უცნაური არის ადამიანი და ბოლომდე შეუსწავლელია და რაცა უნდა მიმტკითხოს ფსიქოლოგებმა, ხა ცოდვადაცემული ფსიქოლოგი რო დავიდებს, შრომებს ცოდვადაცემულ ადამიანზე, ის შესასწავლია. რა თქმა უნდა, ქექვა, ფროიდის სისულელეები, ფრომისა და 1000 სისულელეები, ხო და როგორ არის გაღმერთებული და პროფესიად არიქა ფსიქოლოგი უშველის ვიღაცას სტრესი ქონია თურმე ნუ იკითხავთ. თქვათ სტრესი მიიღო საიდან ცოლი ღალატოს. გავედა ფსიქოლოგი ჩაუგაკლა ყველაფერი, ისაც უსმენს და გამოუშვა იქიდან აბიგულკოზით. ეს არ ყველაფერი სისულელე. აი ესე გამრავდა სამყაროში ეს გნოსეოლოგიური ბიუროკრატია რო დავარქვი მე ეს პროფესიებით. კატეგორიული მოწინააღმდეგე ვარ მეთქი პროფესიით გამოცხადებ ისეთ დარგებს როგორც ფილოსოფია არის. ფილოსოფია მოწოდებით ყველა ფილოსოფოსია.
ესე იგი სიბრძნის მაძებარი და მოსიყვარული. სიტყვა ფილოსოფია ამას ნიშნავს. ორი სიტყვის შეერთება არის ფილეოს და სოფოს. სიბრძნის მეგობარი, ანუ სიყვარული, თუ გნებავთ. სიტყვით სიბრძნის მეგობარი. ყველა ადამიანი დაბადებით ესეთი არის. ამას რა თქმა უნდა პროფესია. გამოათაყვანო ხალხი და მე ეს გამოთაყვანებული ხალხი ეკამათებიან ერთმანეთს, არის თაყვანიზაცია. და რა იმაში შევედი. იყო მაშინ პროფესია თესენი ანტიკურ სამყაროში. ისრაელის სამყაროში გადავიდე ძველი აღთქმის მეშვეობით. აი პროფესიონალები არის ვინმე. მღვდლები პროფესიონალები არიან. ფულს აკეთებენ მაგითი. ეს არის პირდაპირ ვალდებულება. როგორ იტანჯებოდა ალბათ ბევრი პროფესია თიქცა როდის? აი მსაჯულების დროს ერთ-ერთი ლევიტელი უკვე პროფესიონალია. ფულს აკეთებს ამით. სახში ჩაისახლა ერთმა, აი მივადგებით მაგ ადგილს და ნახავთ უკვე სადამდე დაეცა. თავიანთი ნაკვეთიც აქვს. თავიანთი მიწაც მიიზომეს. რაც ეკრძალებოდათ მათ. გამფანტული უნდა იყვნენ ერში ეს ხალხი. და მათ ადგილი არ აქვთ, ესენი ღმერთის სამსახურში არიან. რათა ხალხს შეიტანონ ეს გაგება, იმიტომ რომ ამათთან კიდე ღმერთი არის. როცა შენ კარგავ ამ მდგომარეობას, ღმერთი შენთან აღარ არის. დღეს რა მდგომარეობაა? ყველა ეკლესია ეს ოფიციალური, არაოფიციალური თუ რაღაცა სახელმწიფო დონეზე რაც არის, არსად ღმერთი არ ლაპარაკობს. ესენი არიან პროფესიონალური მღვდლები, პასტორები. შემოსავლის წყაროდ გაიხადეს ეს, დაარსეს ინსტიტუტები, შეყარეს ხალხი, გამოუშვეს და მოვიდა ისეთი თუ რომ უკვე ისეთი კონკურენცია რომ იქ ზაკვალარეული დამთავრებული კაცი უმუშევარი რჩება და ათეისტობის გზას ადგება ბევრი. აი მართლმადიდებლობა ბევრმა რო დაამთავრა ახლა იქ ყველას მღვდლობა ხო არა კაცო. კონკურენციაა მანდაც. რო აცხობ ამ ლავაში პურები, სემინარია, კონსპექტები და სახელმძღვანელო, წიგნის სახელმძღვანელო თროა გამოცხადებული, ასევე ეს პროფესიათ არის. როგორც ბოტანიკას მასწავლი, მჭირდება მასწავლებელი. აბა რა თქმა ბოტანიკა, გეოგრაფიაც მცირე სკოლაში მასწავლებლად. ისტორიას მასწავლი სკოლაში მასწავლებლად, თორე სამუშაო სად ვიმუშაო. იქ რო არის დაკავებული ადგილები, უცებ პოლიტიკური პარტიას ქმნიან ეს ხალხი. გაერთიანდება ფილოსოფიის კურსს დამთავრებული, იურიდიული კურსს დამთავრებული, ფილოლოგიის კურსს დამთავრებული ჟურნალისტი და მოვლენ მერე და სახელმწიფოს მართვას იწყებს ეს კრეტინები. მთელი საქართველოს პარლამენტი ეგ არის. ფილოსოფოსი თუ ხარ, პროფესიით რატო არ მუშაობ? შენ პროფესია რა არის? ან საკუთარი სისტემა გაქვს გადამღერებული და მაგას აცნობ საზოგადოებას, ან სხვის ფილოსოფიის აზრებს აცნობ სტუდენტებს. კონკურენციაა მეგობრებო. ასევე სამღვდელოებაში, რელიგიის ამაში კონკურენცია, როცა ეს პროფესია და გამოცხადება დაინტერესებაც მეტია და ყველას იქ უნდა შესვლა. აბა თავის დროზე მართლმადიდებლობა მღვდლად შესვლა სამარცხვინო თითოლებოდა. დღეს ახლა ყველაზე წარმატებული და ასეთ დაქცეულ ქვეყანაში საქართველოს რო არის მღვდელია. ის თათ გიჟი თუ არ არის, აი ახლა ამეტანი გიჟი და ის ყურსოფელში სხვა. წოდნავ რა პარაკი შეგიძლია ინსტიტუტ დამთავრებული და რომელიღაცა ამ ფიზიკოსი ხარ, ან ინჟინერი ხარ. ნახეთ, პროფესია როგორ გაცვალა პიროვნებამ. პროფესია ფიზიკოსობა გაცვალა პროფესია მღვდლობაზე გიგენაცემ. ფიზიკოსობაში რომ ნიჭი ქონოდა ამას, ხომ ფიზიკოსი იქნებოდა. არ უნდა სკოლაში მასწავლებლობა. იქ პატივს არ ცემდნენ, აშაყირებდნენ. ეხლა კი პროფესია მღვდლობა, არავინ არ გააშაყირებს, როგორ გაბედავს ვინმე. აბა შესულიყო სკოლაში. იქ ბავშვები რას იზომდნენ? სიქას გააძრობდნენ. აი როგორ გაცვალა ამ კაცმა ერთი პროფესია, მეორე პროფესია. ხედავთ რა ეპოქაში ვართ, ეს ეპოქის ეს ანალიზირებას მიმართავთ და აქცენტებს ვამთ საქართველოს კუთხით. ამ მდგომარეობაში ჩაიგდო კაცობრიობამ თავი და აი მის გაცნობიერება როა ინდივიდუალურად ეს შვების მომცემი არის. აბა ახლა გამოსავალს თუ თქვენ ხედავთ ახლა მოვა რომელიღაცა პოლიტიკური მთავრობა და 60-ს დაგიგვა, ეგ არის სისულელე რა. ამერიკას არ აქვს ეგ მდგომარეობა. ცოდვა გრიალებს ყველგან. ცოდვის შედეგად დედამიწამ ეკოსისტემა დაირღვა. ცოდვის შედეგი არის ეს ყინვები, სიცხეები, რომ აწუხებს ადამიანს სიცხე, აწუხებს სიცივე და როცა ცოდვას აცნობიერებს ადამიანი მადლიერება რატო იხსება, იცი? ყინვაში იქნება თუ სიცხეში ქრისტიანი ადამიანი ღმერთს მადლობას წირავს, რომ აქედან განთავისუფლებული ვართ ჩვენ ერთ დღეს. და ის აღარ არის აჯაგრული ამინდზე, აღარ არის ცუდად, ყინვა არის, რომ სიცხე არის. ის აკონტროლებს სიტუაციას, იცის სად არის და როგორ არის. და ელოდება უკეთეს მომავალს. აბა რას ველოდებით ქრისტიანები ჩვენ? რას ველოდო ახლა როდის გაიმარჯვებს დემოკრატია საქართველოში? დაღუპულოთ ჩემი საქმე. მაგას რო უყურო, მე გამძრობა სული აქვს. რამდენი ემიგრანტი მაგ მოლოდინით ელოდებიან საქართველოში როდის აყვავდება სიტუაცია. მიშა სააკაშვილმა გაუმტყუნა და უხაროდათ ემიგრანტებს, აგერ ივანიშვილი მოვა და დაიძრა ხალხი და ისე უკან გამოიქცრა ზოგ-ზოგი ერთები ისე საბერძნეთ იტალიას მიაშურეს ისე უკან დაბრუნდნენ. ახლა იქიდან ელოდებიან, იქნებ კიდე შეიცვალოს რამე. ეს საბოლოო ჯამში იწვევს ფსიქიურ აშლილობას და მოფშტვენას მეგობრებო. ჩვენ ამ ხრივ სხვა კუთხისგან ვიცქირებით. აქ გამოსავალი არ არის. დიდი მადლობა ღმერთს რომ თლათ ისე არ დაგვაქციოს თავზე ყველაფერი. თუმცა თუ ამას გააკეთებს, ისე მოგვამზადოს რომ ამასაც მზად შევხვდეთ. რამე თუ ჩვენი მომავალი არის სხვაგან და სწორედ იმის მოქალაქეობის, იმის ვიზირებას აქვს ადგილი, როცა ჩვენ ბიბლიას ვსწავლობთ. თუ ეს ვიზა არ მოგცა ღმერთმა, ჩვენ იქ ვერ შევალთ. სხვა გზით კი ვერ შევალთ, ვერ ჩავაწყობთ.
როცა ქვეყანა ვიზას არ იძლევა, ძალიან ბევრი აწყობს ამას, იყიდულობს იმის და ცუდადაც ამთავრებენ ისე. სტატისტიკურად რომ გამოვითვალოთ მეგობრებო, ის ვინც კეთილსინდისიერი გზით მოიპოვა ვიზა, უფრო ფიზიკურადაც და ფსიქიკურად გამართული ცხოვრობს იმ ქვეყანაში, ვიდრე არაკეთილსინდისიერი გზით შევიდა იქ, დაუკეტეს და თავის ძალებით გადახტა იქ. ის არის ყველაზე ცუდად. ეს ისე სხვათა შორის შეიძლება აბსოლუტური შედარება არ იყოს, მაგრამ რაღაცა მაინც არის პროცენტული თვალსაზრისით ვთქვი მე ეს. ასე რომ აი აქაც ნახეთ როგორ არის ამის წინასახეები არის იქ რა იქნება. თუ აქ ვიზა გვჭირდება ჩვენ, იქ ღმერთმა არ გითხრა ეს საბუთი მოაგროვე, ეს საბუთი. პირდაპირ გითხარ რა ეს ცოდვა დააფიქსირე. მაშინ თუ ცოდვა დააფიქსირე, აი რისგან მე გამოგისყიდეთ, გაგამართეთ, გაგწმინდეთ, გაგვასუფთავა. ამიტომ გერთქვას ქრისტიანი ხარ გაწმენდილი და გასუფთავებული და ეს არ არის პრეროგატივა რომელიმე მწერლის, გამოთაყვანებული შიოლაშვილის მიერ გამოცხადებული, რომ ეგ რო აწმინდავებს ვიღაცებს. ეგ იესომ გააწმინდავა ყველა ის, ვინც გაიცნო იესო ქრისტე. ბიბლიის მეშვეობით. ბიბლია კი ღვთისწყალობით ყველა ენაზე არის. ყველა ენაზე არის. ასე რომ გაიაზრებ ამას კარგად, არჩევი დიდხანს, მიხვდები რომ შენ გაგასუფთავა. ჩისტ, იძახი, აღარ ახარ უყურე. ვეღარ იტყვი უწმინდური ვარ. არ შეიძლება გერქვას ქრისტიანი და თქვა უწმინდური ვარ. ახეთ იქ ლევიტელებში, როცა კეთროვანს რაღაცა ნიშნები ქონდა, უნდა ეყვირა უწმინდური ვარ. როცა გაიწმინდებოდა, უკვე წმინდა ვარ. ასევე იძახის ქრისტიანიც. იესო ქრისტე არის დიდი მკურნალი ღვთელმთავარი, გახსოვთ აარონთან უნდა მიიყვანათ ამ ღვთლებთან, ის ადგენდა ამ დიაგნოზს, მაგრამ იქ არ წერია რეცეპტები, წამლებზე არ არის ლაპარაკი იქა. მიაქციეთ ყურადღება და მივაქცევთ მაგაზე ყურადღებას. ამიტომ გამომახვილე მე ეს ყურადღება, რომ მიაქციეთ ამას ყურადღება, მეთქე რომ ეს არის სიმბოლო ცოდვისა. მან არ არის მარტო დაავადებაზე. ბევრს ეგ გონი, იმიტომ არ კითხულობს მაგას. მაგკუთხით არც მე წავიკითხავდი. რათა ხა კეთრის აღწერა დაწვრილებთ გარავახტეთ ამას რა. ცოდვა აღწერილი მათ, ცოდვის მასშტაბები. და თუ ეს არ დააფიქსირა ადამიანმა და ყველაზე კარგი სახე, ყველაზე კარგი სიმბოლო არის ეგ დაავადება. სხვა დაავადება მასე დონეზე არ გადის. არა რა, იმიტომ რომ არის დაავადებები, რომ ტეხავს წელში მაგარი ტკივილი. ამას რა აქვს, იცი, ამას ტკივილი არ ახლავს. პემბიზე ზეულად რა. და ცოდვასაც რომ მხიარულობენ ბარებში, გაიგებს რომ ის ცოდვილია? ის ანესთეზიებულია ცოდვის შედეგად, როგორც კეთრი. და ამასე ტიპს აც დაჭირდება რა, მე ქრისტე რა თმიდა, ფული მაქვს, დროს ვატარებ. ამიტომ გავამახვილოთ ყურადღება, არ დაგეზაროთ ამის გააზრება, დაზეპირებას არ გთხოვთ, ესე იგი არ ვიძახი, გავიაზროთ მან რაზეა ლაპარაკი. კითხვას რო დაგესვემენ, არ უნდა ვიყოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ ტყემალზე ვიჯდეთ. ეს ცოდვაზეა ლაპარაკი. და ცოდვა სათავეს იღებს 60-ის ბაღში. და ეს კარგად თუ არ გაგვიჯდა ძვალრბილში, შესაშინებლად კი არ ვლაპარაკობთ ამას ჩვენ. სისულელია, იმიტომ კი არ მოვილაპარაკ კაც შევაშინოთ. ცოდვის შედეგია სიკვდილი, სიბერე, მეგობრებო და ეს ახლა რომელი მეცნიერება გამოისყიდეს ამას არ გამაგიჟოთ და რომელი წამლები. რომელმა გამოგონებულმა წამლა შეაჩერა ეს. გადავადებას ახდენს და ისეც ჩვენ და საუბედუროთ, ხო? რატო საუბედუროთ გადაივადება, ის ისევ ტანჯვაში შედიხარ. ისევ სამსახურში გადიხარ, ისევ წვალობ. დასრულდებოდა ეს წვალება. რა აზრი აქვს ახლა ცოდვა დაცემული ადამიანის წვალებას. და ავადებამ თუ არ გაგინათა თავი, გამოჯამთელებას და გადავადებას რა აზრი? გადავადება იმიტომ ხდება, რომ ვერ ჩააბარე გამოცდა. და სანამ გაირიცხები კიდევ მოიმზადე. და ეს ხალხი წამალს მიიღებენ, აღარა ვარავად და აგრძელებენ ისევ იმ კანტორაში სიარულს. ბოლოს მაინც მოგიწევს ის. რისი გადავადებაც მოახდენე თუ არ ჩააბარე, აუცილებლად შეხვდები მაგას. ვინმე მოახდინე ეს 100%-ით განკურნება თქვათ დაავადებისაგან, ვერავინ. გადავადება არის წამლებით გახანძღლება, შეჩერდა პროცესები, აღარ მიდის სწრაფი ნგრევა ორგანიზმისა. თქვათ სამედიცინო თვალსაზრისით რო შევხედოთ ამას, მაგალითად სიმსივნეს ხომ? პირველ ეტაპზე სანამ ძალიან ძლიერი ფარმაკოლოგიური აღმოჩენები იქნებოდა, სწრაფად ისპობოდა ორგანიზმი ამ საშინელი სენის საშუალებით, ხო? რა გააკეთა ამ ქიმიოთერაპიამ? შეანელეს ნგრევა, მაგრამ ნგრევა მიდის. შეანელა, გაახანგრძლივა. თან შეიძლება იყოს კიდე ასატანიც, ხომ? ძალიან ბევრისთვის, თორე ისე ზოგიერთები მაინც 3 თვე, 4 თვე, 1 წელი. აი ძალიან ბევრს შეუჩერდა ეგ, თუ იგი განწირული იყო რაღაცა მისი სიცოცხლე რაღაც 3 თვე 4 თვით შემოიფარგლებოდა 4 წელი 5 წელი და ესეც უხარია ადამიანს და ეს 4-5 წელი ტანჯვაში ათენ აღამებს ჩამოკიდებულია კლინიკებზე ექიმებზე იყო აქ ერთი პიროვნება თელი 4 წელი კლინიკაზე იყო მიბმული მაინც არ დაიცვალა იქ იმას ჯეროდა რომ განიკურნებოდა ფიზიკურ პლანში ვიძახი ბიბლიასაც კი ჩაეხუტა რაღაცა მაგრამ ბიბლია ჩაეხუტა განაიმრწმენით რომ გადარჩენილია სიკვდილისგან განთავისუფლებულია კაი აქ მინდა გამოჯამთელება ბიბლიას როგორც აფთიაქს ისე ჩაეხუტები გამორიცხეთ ეგა ის პროცესი მიდის მან გაგვანთავისუფლა სწორედ აი მარადიული სიკვდილისაგან სამ სიკვდილის განიცდის ადამიანი ცოდვის შედეგად პირველი სიკვდილი სულიერი სიკვდომა სამოთხის ბაღში იყო მეორე სიკვდილი განიცადა ადამიანმა როცა ფიზიკურად გარდაიცვალა მესამე სიკვდილი არის მარადიული ღმერთს დაშორება სამი ფაზა აქვს სიკვდილს რო იცოდეთ ქრისტემ
სამივე აღადგინა ჩვენთან. შემოიტანა ცნობა, რომ ჩვენ სულიერად ღმერთთან ურთიერთობა შეგვიძლია ჩვენი წარმოდგენები, ჩვენი სიყვარული თუ ის გვიღებს ჩვენ, იმიტომ რომ გასუფთავებული ვართ მართალია ცოდვილ სხეულში, მაგრამ სული გააწმინდა რა იესო ქრისტემ და არ ვიცი ჩვენ ეგ როგორ ხდება, ეგ არ ვიცი ჩემთვის ეს კი არა, ვინმე მიცის კი ამაზე პასუხი ღმერთის გარდა. როგორ მოხდა ეს მე არ ვიცი, ერთი პიროვნება როგორ მოახდინა დაწყებული ადამიანიდან ბოლო უკანასკნელ დაბადებული, აი ვინც დაიბადება, იმის ცოდვა გამოსყიდულია. მე ეს არ ვიცი. ერთ კაცს როგორ შეუძლია ეს და როგორ არის რომ ჩემი ცოდვა მან აიღო. ჩემი სხეული აი რაღაც შეიძინა მან ესე და აი ესე იდენტიფიკაციის მეშვეობით მან გამოისყიდა ჩემი. თავისი კი არა. ის გაეკრა ჯვარზე არა დანაშაულისათვის, არა ყაჩაღობისათვის, ჩემი ცოდვისათვის, ესე იგი და ყველა ჩვენთაგანისათვის. ეს არ ვიცი ჩვენ როგორ გაკეთდა. აი ამას რო ვერ გებულობს ჰეგელის ლოგიკას ნაზიარევი ადამიანი, რა თქმა უნდა ათეიზმის პოზიციაზე დადგება. და ეგ არის მისი დაღუპვა. სასწაულია მეგო რომ ღმერთი ყოვლის შემძლეა და ჩვენ ვერ გავიგებთ ეს რა ძალები აქვს მას როგორ აკეთებს აქ. როგორ შეიძლება ერთდროულად ამდენი ხალხის ერთი კაცმა აი ესე როგორ გამოისყიდეს. ფანტასტიკა არის. ფიზიკურ პლანში ერთი ადამიანი გამოისყიდეს მეორე ადამიანის ფულს დადებს რაღაცას და ერთისას, მაგრამ 1000-ისას ხომ არ შეიძლება თქვენ. მარტო ღმერთ შეეძლო ესა და ღმერთმა სწორედ ეს გააკეთა ჯვარზე, გაკვეთ. ამის შემოსვლით, როცა იწამებს ადამიანი, უკვე აღორძინებულია ჩვენი სული. აი პირველი რაც გააკეთა ისომ, მკვდარი სული აღადგინა. აი აქ დედამიწაზე ქრისტიანისთვის. მაგრამ ეს გაცოცხლებული სული არის ეხლა ამ სხეულში, რომელიც უნდა შემოგვეძარცვოს ჩვენ. სული გაცოცხლდა. ეგ ნამდვილია, ხო იგრძნო პავლემაც ეგა და ყველა ქრისტიანი თუ ის ყალბი არ არის, ამას გრძნობს. და უკვე აი სახარებს, რომ ღმერთთან მას აქვს უშუალო ურთიერთობა. ხოლო გაცოცხლებული სული როგორ შეიძლება მღვდელთან მიდიოდეს? თან ბოთა მღვდელთან. არ არსებობს ის მოძებნის ქრისტიანს, სულ თავისნაირ პიროვნებას, რომელშიც სული მართლა გაცოცხლებულია და შეიცნობს ამას. როგორც პავლე განმარტავს მშვენიერ და სულიერ ადამიანებს და ხორციელზე რომ აღწერს თავის წერილში კორინთელთა მიმართ გახსოვთ ალბათ. ასე რომ მე რო თუ გავცოცხლდი სულიერ მღვდელი ახალში მჭირდება. რომ ხედავ რომ ის დებილია. მე მჭირდება ღმერთი. სანამ სულ მკვდარი ვიყავი, მე ღმერთთან ვერ მივიდოდი, მე მჭირდებოდა მღვდელი. კიდე გამართლებული, მაგრამ 2000 წლის უკან იესო რომ მოვიდა, მღვდელთან ჩემი სიარული, ხო სისულელი, იმიტომ რომ ის მღვდელი უკვე მკვდარია, მისი ფუნქცია გაუქმებულია. იესომ გააუქმა მღვდლის ფუნქცია, მანამდე არსებული. ჯვარზე გაკვრის შედეგად გაუქმდა ეგ ინსტიტუტი. ეხლა წარმოგიდგენთ რა პარადოქსია, 2000 წელი გავიდა. ესე იგი არაფერი ეფექტი ნული, მკვდარი მღვდელი, მკვდარი მრევლი. ნუ განსაკუთრებით მართლმადიდებლობა ხო სავით ეს რა ჯანდაბა არის ესა ხო? ზის ეგ პროფესიონალი მღვდელი, ცხოვრება მოწყობილი, სულ მკვდარი რო ესე იგი ღმერთი მას არ ელაპარაკება, ცოდვისა გამო და იმიტომ და ახლა მე სულ მკვდარი ესე იგი ადამიანი მრევლი მივდივარ და ვეუბნები ამას რაღაცას. რა ეფექტი რა არის? ნული. აი მართლმადიდებლობაში გადახედეთ. იმ განწყობის გარდა რომ იცი რა მააწყნარებს ეკლესიაში შედეთ 7 განწყობა. საკულტო დაწესებულება არის ეკლესიები. მღვდელთან სიარული მამშვიდებს, იცი აი ეს მღვდელი აი ეს უკეთესი არის, იცი მამშვიდებს. რას გამშვიდებს? შენ ცოდვა შეიმეცნე. ღმერთზე ცნობა გააქვს. მღვდელი მკვდარი არის და იმა რა უნდა გითხრას. გაძლევს იქილოცე, აქილოცე, ეს წმინდანის დღეა, იმ წმინდანის და ეს არის დავალებები, საზეპიროები. და ემსგავსა ქართული სინამდვილეში ეს ეკლესიები რაღაც უმაღლეს სასწავლებელს. სადაც ეს დასწრებული დაუსრულად შედიან სტუდენტები, მრევლი, ვინც ამას შეასრულებს, გადარჩება. გამორიცხეთ ეგა. სიამოვნება ეგ არის, რომ კავშირი აღდგენილი არის. იესომ ეგ გააკეთა. გაცოცხლდა პირველი სული და ველოდებით ეხლა სხეულის აღდგომას. ქრისტიანი. ესე იგი სული აღდგომა პირველი, როგორც ხდება სამი ფაზა უდომისა, ასე არის აღდგომის სამი ფაზა. პირველი ფაზა სიკვდილისა ადამი და ევასი სულით მოკვდა, ეგ შესრულდა, ეგ იგრძნეს. მეორე ფიზიკური უდომა და მერე აღდგომა. მარადიული აღდგომა ან მარადიული სიკვდილი. ღმერთს დაშორება. სხვა არ არის. ასევე არის სამი ფაზა ამისიც და ჩვენ ველოდება ეგ მარადიული აღდგომა ღმერთთან. სხეულსაც შევიძენთ და შემდეგ დავივანებთ მასთან. ეს ინფორმაცია არის ახალი ამბავი. ხო, აი ქართულად ხარება რო ქვია. სახარებად ასოცირება თუ არის წიგნებთან, მათე მარკოზი ძალიან ცდებით. თავში გაბატონდეს უნდა ის მისი სული. ხო, ის გადმოცემული მანდარი. მაგრამ რა არის ის ახალი ამბავი რა? აი რა არის ბლაგაია ვესტს, ევანგელიოს. რა არის ეს რა? რას გვეუბნება? ცოდვა დამარცხებული. ცოდვის შედეგი სიკვდილია. ესე იგი, სიკვდილი იესომ დაამარცხა. ეს არ გიხაროთ ეს? მაშინ რა უნდა გვახარებდეს ამ მღვდელი? და ტანჯვით რო დადიხარ და იტანჯები. აი რატომ არის ქრისტიანი გახარებული? დაგმობილი არის სწორედ ის, რომ ტანჯვის გზით უნდა მიაღწიო იმას და ჯვარი უნდა იტვირთო. ეგ არასწორი ფრაზებია, როცა მართლმადიდებლად ყველამ თავისი ჯვარი უნდა ზიდოს. არ არის ეგ სწორი.
მოგლეჯილია კონტექსტ სახარებიდან არის ეს სიტყვა, სადლაპარაკობს იესო და როგორ გამოიყენეს ამებმა. ჯვარის ზიდვა არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ჯვარს ვერ ვზიდავთ ჩვენ. ეს იესომ გააკეთა. ჩვენ უნდა გავითავისოთ ეს. ჩვენ მადლელი უნდა ვიყოთ მასში. არასოდეს არ უთქვია პავლეს რომ მე ჯვარი უნდა ვზიდო. პირიქით, მე რო ცოცხლობ ახლა, მე კი არ ცოცხლობ, იესო ცოცხლობს ჩემშიო. აღსდგა იგი, სულიერად გაცოცხლდა. სული კავშირში შევიდა გვერდთან და მას აღარ ქონდა დისკომფორტი, რომ ცოდვისა გამო ღმერთთან ვერ მივალ და ამიტომ შუამავალია საჭირო გამოსყიდვა, ეს რიტუალების ჩატარება, გააუქმა ყველაფერი იესომეს. სულ ყველაფერი წინა სახეები და დაკტოვა ჩვენ მამასთან ურთიერთობისათვის ყოველგვარი კომპლექსისა და აიმის გარეშე. ესე იგი, სინთეზი აღარ უნდა გვაწუხებდეს ჩვენ. თუ გვაწუხებს, პრობლემა გვაქვს. სინთეზი სწორედ არის შინაგანი ხმა იმისა, რომ შემოვიდა ეს ცოდვა, უკვე დაკომპლექსდი და არასრულფასოვანი ხარ. და თუ ამაში ხარ კიდე და არ ვიხარ წარმარა მღვდელთან, ვერ გიშველის მღვდელი, გამორიცხეთ. ის ღმერთს არ ელაპარაკება. მითითებებს იქიდან აღარ იღებს და მით უმეტეს ბიბლიის ინსტრუქციებს არ მისდევს. რომც მისდევდეს, ეგ უკვე აღარ ითვლება. ვეღარ ჩაატარებ ამას. და ვეღარ გაიგებთ ახლა რა სამსახურს ეწევა ქვეყნებში რელიგია. სახელმწიფო სამსახურს, ხალხის გამათხოვრებული ხალხის, თქვათ, დაჭერას, თავდაჭერას და დაშინებას. აი ეს არის რელიგიები, ყველაზე მაგრად აღორძინებული რელიგიები გაჭირული ქვეყნებშია ისე. ეკონომიკურად გამართულ ქვეყნებში რელიგია ესეთი გაჯიჯილებული არ არის, როგორც არის საქართველოში და აზიურ ქვეყნებში. აი აქ არის რომ მკაცრად რომ შევაშინოთ ეს. და ამის დანგრევა საჭიროა, მეგობრებო, ეს არ არის სწორი. თავის დროზე ეს მარქსმა დააფიქსირა, რომ სახელმწიფო ეკლესია რო იდგა უკვე არა ღმერთის სამსახურში, არამედ სახელმწიფო სამსახურში და ხალხს ატყუებდა, აშინებდა. მღვდელმა გაპონმა რა გააკეთა ხო გახსოვთ რუსეთის ისტორიიდან? რამდენი ხალხი მოატყუა, გაიყვანა და ახრეტენა. ძალიან ბევრი ესეთი გამოშტერება, როცა იყო რუსეთში, დიდი წვლილი მოდიოდა მართლმადიდებლად. აი რატო დაიბოღმა ხალხი და პირველი რასაც შეუტეს მასიურად. ლენინმა კი არ ესროლა მაგათ. მთელი ხალხი მაგან წყობით იყო, ელოდებოდა და შიში ლენინმა მოუხსნა. იგივეს ფიქრობდა მოსახლეობა. ეტაკნენ და მილეწ-მოლეწეს ყველაფერი. და უკიდურეს ფორმაში გადავიდნენ. ეს რო არ მოხდეს ხელახლა არ განმეორდეს, მეგობრებო, ხლა ესე რო გაუშვე ხლა ქართველები დალეწავდნენ. ხო სააკაშვილი უკვე ალბათ თავის რაზმით მიადგებოდა იქ, მაგრამ დასავლეთს არ მოეწონებოდა ეს არ არის სწორი, ეს ჰუმანიზმია და იმიტომ არ მოწონთ ესეთი ჰუმანური იმით ცნობიერებით ვინც დადის რელიგიის ესეთი გაჯიჯილება. და ვნახოთ ამ საკითხებსაც იმუშავებს ახლა ეს დეპარტამენტი მანდროარი. როდემდე მოითმენენ აი ამ სიყურვეს საქართველოში რაც არის. ეს ჯერეთი ყალბია, ნამდვილი რო იყოს კიდე მისაღე, ყალბია და მით უმეტეს ყალბს ასაღებ ნამდვილად და გვაყეყეჩებ ახლა, ეგ სწორი ხომ არ არის. რომ გიგრანძე ლაპარაკობს ახლა ღმერთთან ხალხმა არ გამაგიჟოთ ეგა და შიოლაშვილი და ასეთი ჩაფხაებულია ყველაფერი და იმ ღმერთმა ის არ უთხრა რომ ეს გაუქმებულია. რა კარგად მოირგვა რა, იქ სასახლეები დაიდგეს, პრადოებზე წამოსკუპნდნენ. პრობლემა არ აქვს შვილებთან, ცოლთან, რა გაგებით, მათი შვილები ქუჩაში არ აწვანან, შიმშილით არ კვდებიან. ხო, გვაინტერესებს, შეგვახედეთ ერთი, როგორ გულაობთ აკათა ფული სად მიდის. სად ნაწილდება ეს მაღალი დონის შეედინება ეკონომიკური. ეკლესიას არ ნახული ფული აქვს, როგორც კათოლიციზმში, ასე მართლმადიდებლობაში. ასეთი მდიდარი მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოსისა ისტორიას არ ახსოვს, იმიტომ რომ სულ გაღატაკებული იყვნენ ეგენი. ამიტომ ნახეთ რა სწრაფად შემოვიდა მან მღვდელობა როგორც პროფესია და შეხებით არ გადაეშვა ხალხი. ხო, ნახოთ, ეგეც მიაღწევს პიქს. მანდაც წავა უკვე კონკურენცია, უკვე წასულია. ძალიან ბევრი უმუშევარი, ესე მრევლის გარეშე მღვდელი არ იყოს, საცილოა, ხო? მრევლს კიდე ადგილი ჭირდება. მე ბუდკაც გინდა. პროტესტანტს ეგ არ ჭირდება. ღიაცის ქვეშ შეუძლია ევანგელიზაცია წარმოს. რიგით პროტესტანტს. მართლმადიდებლებს შენობა ჭირდება. თავისი რიტუალებით, ხატებით. ხვდებით? ის ჰაერში გამოკიდებული მღვდელი ვის ეშმაკათ უნდა. მანდ ნახეთ როგორ იმატა მაგ მღვდლობამ. ასე რომ ცოდვა ეს ისეთი რამეა, მეგობრებო, რომ ცოდვა თუ არ გავისიგრძე, განეთ ვერ გავიგებთ მაშინ. ეს იქნება უბრალოდ წაივიკითხავ და მე რა იცით, ამ წაკითხვის შედეგად ახლა აი იცით რა არის, ძალიან ბევრი რო კითხულობს, თავის სასარგებლო რაღაცებს ეძებს. აი ამოკრიფავენ რაღაცას, თუ კითხულობს ცოლი, დაუდევს ქმარს. არა, მეაქცევნებს თუ კითხულობს დედა, დაუდევს ის პატივეცი მშობლებს. ეს არ არის ბიბლიაში ამოსაკითხავი. ბიბლიაში უნდა წაიკითხო, რომ ცოდვილი შენახარ. და არა ის, რომ გამომიყენო მეს ვიღაცის საკამათოდ და აი აქ ეს წერია, რატო არ ასრულებ? დედას პატივიეცი შენ არაფერს არ მიკეთებ და დიქტატურულად გამოიყენო. ეს ესე არ არის. მან თავარი არის, ცოდვილი ხარ შენ. იცი რა არის ცოდვა? და იესომ შენი ცოდვა რომ გამოისყიდად, უნდა აქო დაადიდო ის და არა ის ციტატებით ეკამათო შვილს, ცოლს და ქმარს. ბევრი აკეთებდა საქართველოში. ეხლაც მაგას აკეთებს ძალიან ბევრი. დაიღლიებენ ერთ მცნებას და იცი რა, პატივიეცი დედმამას რა გავიწყდა ეს ცნება? პირველი ცნება რატო არავის არ ახსოვს? ესაა მთავარი. და ცოდვა ესეთი გრანდიოზული ფენომენი არის, რა ვიცი, მაგრამ თუ ვერ გავიგებთ ეგა, ვეღარც გავიგებთ, რისგან გვიხსნა იესომ. ამიტომ ქრისტიანი იყო ნიშნავს იმას, აღარ ახარ იცი, ტანჯვით, სევდით, რაღაცეებით, აღარ გაწუხებს მთელი რიგი რაღაცეები. ხო, უკვე დამთავრებულია ყველაფერი, მოწესრიგებული არის ელოდები და
გაგრძელე რა ცხოვრება როგორიც გეძლევა და აღარ გაწუხებს ვის მანქანა ყავს, ვის არა ყავს. შური აღარა გაქვს მოკლედ რა. შინაგანი სიხარული გექნება როცა გაცოცხლებული ხარ. და მაგით შეატყობთ გაცოცხლებული არის ვინმე თუ არა. გადახედეთ მართლმადიდებლები რა აგრესიული არის, რა დაბოღმილები არიან. სულ როგორი თეორია აქვს, იცი ტანჯვა. აი ტანჯვა, უნდა ვიტანჯოთ. ტანჯვა და ჩვენი ჯვარი უნდა ვზიდოთ. არა მეგობრებო, ქრისტიანი რო გაიგებს რომ ცოდვა გამოსყიდულია, ხარობს ის. აქედან აღდგარია ურთიერთობა ღმერთთან და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ იმაში ის მასთან კონტაქტში შედის ღვთის სიტყვის მეშვეობით. ბიბლია ყველაზე მეტად უყვარს ქრისტიანს, სულ აღორძინებულ ადამიანს. სულ აღორძინებული თუ არა აქვს ადამიანს, ბიბლიასთან ვერ იქნება ისა. იქნება მღვდელთან. და მაგ საქართველოში ბიბლიას კულტი არ არსებობს, ვინმე წაიკითხოს, მასთან იყოს, უხაროდეს, სიხარული იყოს და არ იყოს დაბოღმილი ყველაფერზე რა და შეშინებული და გულგახეთქილი. აიმე ეს რა მომივა, უიმე ეს არის. უნდა გიხაროდეთ მეგობრებო. ეგ არის ახალი ამბავი. ახალი ამბავი არის, აი მოვიდა, აი კეთილი, ახალი, რომელიც ღმერთმა მოიტანა ეს არის. მოდით სახში, გვიძახის ღმერთი, ადრე რომ გამოყარა. გამოაგდო ადამი და ევა ცოდვის გამო, ვიდრე გამოვისყიდვი ამასო, დამელოდეთო. ადამი და ევა რწმენაში დაელოდნენ და დაიხოცნენ. ჩვენ კიდე მოწამე ვართ უკვე ჯერ კიდე 2000 წლის უკან, რომ იესომ გამოისყიდა ეს. ჩვენ უკეთეს იმაში ვართ დისპენსაციაში. აქედან უკვე რატო არ უნდა ვიყოთ გახარებული? რა ტანჯვა, რის ტანჯვა, არ გამაგიჟოთ რა. სხვადასხვა ამბობენ რომ იობიც კი კეთრით შეიძლება ყოფილიყო დაავადებულიო. და როგორ გასუფთავდა და გაეწმინდა აღორძინდა ეს ხომ? ისი არის აღწერილი მართლაც კეთრთან ახლოს უნდა მიდიოდეს. ერთ-ერთი ფსალმუნი დავითის. ისი არის აღწერილი მდგომარეობა, ესეც კეთრი არის. რო გავყვეთ კეთრი ყოველთვის ცოდვის სიმბოლო რო არის. ცოდვის სახი არის, ერთ-ერთი ძლიერი და მთავარი. სწორედ მაგ ადგილებს ახდება ადამიანები. იმის გამო რომ ავატყოფობ ეხლა რათმი და ინსტრუქციები ებრაელის აი ჩვენ ავათავართ რომ ავათახართ ქაბატოჯან როგორც ერთ-ერთი ფილმის გმირი იძახის ცოდვა არის დაავადება. ამ ტერმინს ახლა არ ხმარობენ უკვე. შეიცვალა ეს არ შევაშინოთ ადამიანებიო და დამთავრდა. არა, კაი ტიპები ვართ, არაფერი პრობლემა არ არის. აი ეკლესიაში მღვდელი გყავს, გადარჩენილი ხარ. ხო, ხატი გაქვს, მორჩა რა პრობლემაა ეგ. მე ტანჯვა აუცილებელია უნდა ვიდა. მე გეტყვით, ტანჯვა არ არის აუცილებელი. ქრისტიანი აღარ იტანჯება. თუ რამე შეჭირებები აქვს იმის გამო რომ ქრისტიანმა იცის რომ სხეული ჯერ კიდე არის ცოდვას დაქვემდებარებული. სული მისი აღორძინებულია და ელოდება რომ ეს შეიცვლება. და მართლაც დაპირება პირველი თუ შესრულდა, რატომ არ შესრულდება მეორე, როცა აღდგომა აგერ იესო პირველი აღსდგა. ესე იგი, ადამიანში ვიხოცებით, ყველა ცოდვაში შემოდის, კვდებით, სიკვდილია ადამიანში, სიცოცხლეა იესოში. ჩვენ ხომ ადამიანში დავიბადეთ. ისე რომ ჩვენ არც მოვსწრები ვართ მაგას. ახლა სახედე მოვდივართ, ცოდვაში შემოვდივართ. აი რატომ არის ეს მე-12 თავში ის რიტუალი, ბავშვი რო იბადება, აფიქსირებს დედა რომ ცოდვა შემოიყვანა. წმინდანი კი არა. ანგელოზი კი არა, მხატვრებმა რო გადმოგცეს და ყველა მშობელს რო გახარებული არის და ჩემი რჩევა არის ყოველ შემთხვევაში. ცნობიერებაში მაინც უნდა გავაბატონოთ. არასოდეს არ უნდა შევხედოთ შვილს რო იბადება, რომ ანგელოზი შემოდის. ეს არ არის სწორი. ჩვენ უნდა გვაწუხებდეს რომ ცოდვა შემოვიდა, მაგრამ ეს აუცილებელი არის. ღმერთის მოთხოვნა, გამარავლება იქნება. თუ ეს შენ დაგეკისრე ეგა, არ გააღმერთო რომ აუ რა შვილი შემოვიდა, რა ნიჭიერია და არიქა ყველაფერი ამას ინსტიტუტი სწავლა. ცოდვა არის, ცოდვა. მერე ცოდვა გადადის მემკვიდრეობით, მაგრამ განწმენდა მემკვიდრეობით არ გადადის. იყო ქრისტიანი, ეს გენეტიკური შენშვილს არ გადაეცემა. ეს ინდივიდუალურს არის, ესეც საუცანაური რამეა, ხო? ადამიანიდან ცოდვა გადამოდის. შემოდის ესე. იბადები ცოდვაში, მაგრამ ქრისტიანი მემკვიდრეობით არ გადადის. მამა ქრისტიანი რომ მიიღებს იესოს და აღორძინდა, სექსუალური კავშირის შედეგად მას შვილი ქრისტიანი არ დაებადება, ცოდვილი ებადება. ხდებით? და რატომ აწუხებდა მაგის ვიტყვი მოვიყვან სულ მუდამ ჩემ ქალიშვილს ვეუბნებოდი, გადარჩენილი ხარო, იციო? მამა, რატომ მეუბნები ხშირათო? და თვითონ მაგი იძახის, მე კი ვიცი რომ გადარჩენილი ვარ და შენ გახსენებ, შენ იცი რომ გადარჩენილი ხარო? ეს ხო ჩემგან არ გადამოგეცა და ჩემი ნატურა მე კარგად ვიციო. მაგი იძახის, მე ხომ ცოდვაში დავიბადეო და მე ვიცი რომ ეს რაც მე გავიაზრე და რაც ქრისტე მივიღე, შენ ეს არ გადამოგეცემა გენეტიკურად. ამიტომ გახსენებ, ყოველთვის გადარჩენილი ხარ. იცი? აზრებული გაქვს, იმიტომ რომ ბუნებით, ჩემი ბუნებით შენ ცოდვა გადამოგეცა. მამას რა აწუხებდა რომ იცის რომ ბუნებით შვილს განაქრისტიანობა გადაეცა, გენეტიკით, ცოდვა გადაეცა და მაგმა მიიღო იესო. მუშაობს მაგაზე ჩაჯდა, მას რწმენა აქვს რომ გადარჩენილია. და შვილს იმიტომ ახსენებს, შენ გადარჩენილი ხარო? ხანდახან ჩვენ რო ეს ვიცით, როცა ჩვენ მივიღებთ ამას, ჩვენც გვაწუხებს მართლაც რომ გადარჩენილია ის თუ არა? გაწუხებს ხომ მე გინდა რომ ისგაც გადარჩეს. იმიტომ რომ შენ არ გადამოგეცემა ეს. გადამოგეცემა ყველაფერი ბიოლოგიური, გენეტიკური და თავარი რაც ცოდვა გადამოგეცემა. ეს აპრიორი გადამოგეცემა. მაგრამ ქრისტიანული რწმენა შენ არ გადამოგეცემა ჩემგან. შენ უნდა მიხვდე, შენ უნდა შეხვდე ამას. შენ უნდა აირჩიო. ინდივიდუალობა აქვს.
ხედავთ, აი, რა უცნაურია, ცოდვა მემკვიდრეობით კიდევ იმეორებ გადადის, მაგრამ ხსნა მემკვიდრეობით არ გადადის. ეს ინდივიდუალური არჩევანის საკითხი არის. ესეც თავის სამტრეული გავუხდათ თეოლოგებს რო იცოდეთ. ესეც დამაფიქრებელია და მე არ ისეთ გარემოში დავებად რომ როგორ იყო, აი ბიჭი შეეძინა და თოფების დაცლა, თუ ვინმეს გოგო ეყოლებოდა პანაშვიდი იწყებოდა. ამ დროს ბიჭის და გოგოც ცოდვაში შემოვიდა. და მშობლის მოვალეობა, უმთავრესი მოვალეობა არის რაღაცნაირი ინფორმაცია მაგას მივაწოდოთ, რომ ჩემგან რა გადმოგეცა, აი მამამ მიაწოდა შვილს, შენ ჩემგან ცოდვა გადმოგეცაო და მე ყველაზე კარგად ვიცი ეს რა არისო. მე რა რომ პასტორის შვილი ხარ, მე რა რომ მე მაგარისა ვარ თეოლოგი, ქრისტიანობა ჩემგან მემკვიდრეობით არ გადმოგეცა. ეს შენ უნდა მიიღო და მიიღებ იმ შემთხვევაში, როცა გაეცნობი და აბატონო წიგნი ყველას აქვს. ამიტომ უნდა მოვალეობაა ჩვენი, ძალით ვერავის ვერ არჩევინებ. უბრალოდ არის ლოცვის მეშვეობით ღმერთი როგორ ჩაერევა, გაითვალისწინებს, მაგრამ ეს უნდა დავტოვოთ ისე რომ რას იზამთ. ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ თუ არ მივიღებთ ესეთი ღმერთი, აუჯანყდებით ღმერთს და ჩვენ ღმერთს დავაფუძნებთ, ჩვენ მოვირგებთ ჩვენაირ ღმერთს, რაც ხდება დღეს სოფლიოში, ყველას თავის ღმერთი რო ყავს დაკანონებული და თავისი პირობებით რო წააყენებულია ღმერთს. ბიბლიას საპირისპირო დროს გვეუბნება. ამიტომ არის ეს წიგნი დახურული. ხო, არავინ არ კითხულობს, ისე კი არის დაყრილი. მაგრამ არ კითხულობს. როგორც ლენინის ტომები იყო დაყრილი და არავინ არ კითხულობდა. სულ გაჭედილი იყო მაღაზიები. არავის არ ქონდა წაკითხული. არავის არ ინტერესებდა. კაი გამოცემები კი იყო, ისე რომ იცოდეთ. მეც დავინტერესდა ერთი რა წიგნია ამისთან ეს და წავიკითხე. გავეცანი რა ამ კაცს რა ტვინი ქონდა ასეთი და ვინ არის ეს? ხო უნდა იცოდე ვინც გეზიზღება, რატო გეზიზღება. სიძულვილი იყო ლენინის, მაგრამ არავინ არ იცნობდა ამას. ამ დროს რასაც წაიკითხე, რომ წავიკითხე, რაც ქონდა მას, თავში მქონდა მე. რაც ლენინის აზრები წავიკითხე, თავში მქონდა მე და უცნაური არის, გეზიზღება ლენინი და შენ თავი რატო არ გეზიზღება? იგივე არა ხარ? ათეისტი კაცი რა სიზულელებს წერდა. აც დაფიქრებულა, ხო ისე იძახიან ღმერთი არ არის, ღმერთი არ არის. აბა რა ასეძებ თუ არ არის და რა ასაშენებ, ხა იმის ადგილი რო დამიჭირდა კომუნიზმი შენებ, ახლა ყველა ეთაყვანებოდა ლენინს, ხო იცით, მე ბიუსტები, თელი ამბავი და რა ვიცი, სურათები და მაგარი თაყვანისცემა იყო. ხო იყო ეს პირდაპირ სატანიდან მიცემული, რომ აი ღმერთი გეყოლება და გაგვიბატონეს ერთი კრეტინი. როგორ ასრულდა ესე იგი წინასწარმეტყველება ღმერთისა, როცა ადამსა და ევას ეუბნება რა ელოდებათ მათ წინ. ეუბნებათ რომ მოკვდებით ფიზიკურად, მიწახარ, მიწათ იქცევი. ესეც შესრულდა. პირველი შესრულდა სულით კვდომა, ღმერთს დაშორდნენ. მეორედ შესრულდა ხოლო 930 წლის მერე. მიწიდან აღებული მასალა, მიწიდან აღებული არის ადამი, ადამახი, სახელი ეგ არის. ეგ სასწაული არის, მეგობრებო, მაგასაც ვერ გაიგებს რომ როგორ შეიქმნა ეგ სიცოცხლე. ღმერთი არის წყარო. და ეუბნება მიწიდან აღებული ხარ შენ და აწი მიწასაც მიებარები. მართლაც ესე ამთავრებს ადამიანები. როცა მიდიხარ და მიცვალებულს მიწაში ჩადებთ, ხო უნდა გაგახსენდეთ ის, რომ აი მიწა ხარ და მიწათი ქეცი. ცოდვის შედეგი ეგ არის. მაგრამ მოვიდა ახალი ამბავიც, აღდგომა. ამიტომ ქრისტიანი არასოდეს შეჭირვებული არ არის. არის ის შეჭირვები, რაც აქვს ფილოსოფიურ დონეზე კი არ აყავს ეს. ეს იცის, რომ ცოდვის შედეგია და განთავისუფლდება. ახარებს ის, რომ ღმერთთან კავშირი აღდგენილია, გამართლებულია და ეუბნება შენ ახლა გაგამართლე. შენ შეგიძლია ჩემთან მოხვიდე. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე, სადაც არ უნდა იყო, გახსენი ბაგი და დამელაპარაკე. მე შენთან ვარ. ეს თუ არ აკწამთ, აბარ წმენა რა არის, მე ვერ გავიგე. ახლა შიოლაშვილის წმენით წინ ვერ წახვალთ. საერთოდ ადამიანის წმენით ვერ წახვალთ. თქვენ უნდა გწამდეთ არა ადამიანის, არამედ ღმერთს. სიყვარულს აქვს ძალიან ესეთი გავრცელებული ის არის სიყვარულის თემები, როცა არის ძალიან დიდი დონით მოწოდებული სახვითი ხელოვნების მიერ. აი კინო ხელოვნება არის, რომელიც უფრო ფართოდ მასიური ხელოვნება არის და აცნობს ადამიანებს. თელ ფილმებში რა არის წარმოჩენილი? ქალისა და კაცის ურთიერთობა, ეს არის სიყვარული. რა მძიმეთ არის განიცდის ქალი უსიყვარულობას, ან კაცი უსიყვარულობას, მთელი ფილმები ეგ არის. ახლა დაფიქრდებით, ბიბლიური გაგება ეს რა სიყვარული არის? ღმერთის გარეშე შეიძლება ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ? არ შეიძლება, ხო? ღმერთი მოშორებულია და შენ გიყვარს ქალი. და არც კი იცი რომ ქალი რო გიყვარს, ეს გააჩინა ღმერთმა. შენ იმიტომ უნდა გიყვარდეს ღმერთი, პირველ ადგილზე ის არის და მერე მისი ქმნილება. ჯერ ღმერთი. როცა იერარქია დაცულია, რატომ არის პირველი ცნება იმ 10-ში მოთავსებული პირველ ადგილზე პირველი ცნება, იცით ალბათ, ხო? მაღაზია აკინძული ყველაფერი. ეს არის პრობლემა, როცა ცნობიერებაში პირველ ადგილზე ღმერთის სიყვარული არ არის. ის ვინ შეგიყვარდება, შენ ის დაგტანჯავს და აირატო. შეგიყვარდება თუ არა ღმერთის გარეშე ეს, შენ დაებმები მასზე. ის გათამაშებს წარამარა. მერე მიგატოვებს, შეიძლება რამე მოუვიდეს, ტრამვა, რაღაც ან გიღალატოს. დამთავრდა. შენ იყავი მასზე დამოკიდებული და შენი სიგიჟე სახეზეა, თავსაც იკალავ. ძალიან ბევრს ხეს მოსდის. ეს სატანური არის. ღმერთის გარეშე სიყვარული სატანური რას ნიშნავს? სატანამ ხო თქვა რომ ღმერთის გარეშე თქვენ იქნებით ღმერთები. ჩამოგვაშორა რა ღმერთს ამ სულელური რაღაცა წინადადებით, მოკვდარა ჩვენი სული. ეხლა ღმერთს ხედავ მე ქალში რომ მიყვარს. მაგას მიველტვი. საიდან არის ეს გზნობა და ავცილდე გენეტიკურ და სექსუალურ გაგებას მივიდე ღმერთთან, ამით მე გამთავისუფლდე. მე ვრჩები ამ ემპირიულ დონეზე
და ვიღუპებ თავს. რა გარანტია რომ იმან არ მიღალატოს? რა გარანტია რომ არ დაბერდეს? რა გარანტია რომ სახე არ შეეცვალოს, ავარიაში არ მოყვეს? დამთავრდება ჩემი კუმირი, ხო იცით რომ ძალიან განიცდიან ესეთი პიროვნებები, მოდელები, ისინი სახერო და დაუჭკნებათ, ან დაუსახიჭრდებათ, როგორ განიცდიან ხომ? და მე რა თვითყოლობით ამთავრებენ თავს, რა ვიცი ან რა მოსდით. ასე რომ თელ ფილმებში მოწოდებული არის სატანური სიყვარული, ბიოლოგიური სწრაფვა ქმნილებისაგან და ყველას ავიწყდება რომ გიყვარს ეს შენი დამსახურება არ არის და არც იმის დამსახურება რომ ლამაზი შეიქმნა. და საერთოდ ტერმინი ლამაზი ეს არის როგორ არის ზოდა ვათაშხებს თუ ადამიანი პათოლოგიური არ არის და ხუთი ყური არ აქვს და ხუთი ცხვირი და რაღაცა არა საშინლად არა პროპორციული და ცოტა პითეკანტროპის დონეზე არ არის, ყველა ლამაზი არის, იმიტომ რომ ღმერთმა შექმნა ეს. და რო გამოარჩევ აქედან და შენი ფანტაზიებით გონი ეს ლამაზია, სხვისთვის ის რო ლამაზი არ არის, მაშინ ხალი რო საყოველთაო სილამაზის მატარებელი იყოს, იმ ხალზე წავა კონკურენცია. ატყდება თელი ამბავი. ის შენთვის არის ლამაზი. ესე იგი ინდივიდუალური არის. და არავინ არ თქვას რომ ისთვისაც მიღებული არის რომელიმე პიროვნება, ის ყველასთვის მისაღები იყოს. ხედავთ, როგორი ის არის მოწესრიგებული აქ. არის ესეთი რამე, თუ ერთი ხალი შეუყვარდება ორ კაცს, მაქსიმუმ სამს, საშინელი კონფლიქტი იწყება. საშინელი კონფლიქტი, ერთმანეთს ხოცავენ, დასაუფლებლად. იმიტომ რომ არცეც ამ პიროვნებიდან ღმერთს სიყვარული არ გააჩნია. აი როგორ მოგვატყუა სატანამ კიდე. რო ჩვენ გვინდა დაუფლება. მერე ქალს რა უთხრა? აუსრულდა ტკივილით ბავშვი და ავადება ტკივილი და ამავე დროს მისწრაფება კაცისკენ. მართლაც ტკივილი უფრო გახანგრძლივება ქალს რომ მისწრაფება კაცისკენ, როგორც სექსუალური თვალსაზრისით, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისით გაბატონება უნდა. ვერც სათგან წარმატებული ვერ არის. სექსუალური მისწრაფება აქვს, კაცი არ ეკარება მას. ხო არიან ბევრი რომ არ გაგიკარებს და აქედან ტანჯვა გაქვს. ძალიან ბევრი ქალს ეს ტანჯვა აქვს. როგორ მაგავიგოთ ესე იგი ბიბლიაში ტოლვა გექნება, მაგრამ ისი ბატონებს შენზე. ცალხევად არ გავიგოთ ისე რომ მანდამაინც პოლიტიკური ზალადობაზე იყოს, მაგრამ გაბატონება ხმარზე მინდა და მაგაზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკი არის შენ ეს შეგიყვარდება, ტოლვა მაგისკენ გექნება, მაგრამ უპირატეს ის იქნება. მისი სიყვარული იქნება გამსაზღვრელი, შენი არა. შენ რო კაცი შეგიყვარდება, თავარი ეგ არ არის, იმას უნდა უყვარდეს შენ რომ წაგიყვანოს. ისე ის შენ არ წაგიყვანს. აქ ხალი უფრო იტანჯება, მართლაც ხალი მაშინ იტანჯება, როცა უყვარს პიროვნება და ის არ პასუხობს. კაცი ისე არ იტანჯება. ესეც ასრულდა, რო იცოდეთ. არავინ არ მითხრას, რომ ბიბლიაში ჩაწერილი რაიმე ფრაზები არ სრულდება. აქედან გამომდინარე, რატომ არ შესრულდება დანარჩენებიც? აი რატომ ვარ მე რწმენის სფეროში, ბიბლიური რწმენის სფეროში და ვერ დაუჯერებ მე შიოლაშვილებს, მღვდლებს და პასტორებს და კრეტინებს. ბევრს გავეცნობი, მოусმენ, პატვისმე, მაგრამ არა, რწმენა მანდედან არა. რწმენას ვერ მივიღებთ ვერავისგან ჩვენ. რწმენა უნდა მივიღოთ ქრისტესგან. და ვინც ამისკენ მიგვითითებს, იმას ჩვენ პატივისცემთ და უსმენთ კიდევაც. და ახლა შიოლაშვილი გავაღმერთო და თავები ურახუნო, არა, ცოდვად დაცემული ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება, ამას პატივი უნდა ვცეთ, ასაკოვანია, მოხუცია, ქვას არ ვესვრი, მაგრამ ღმერთად ამას მე ვერ გავხდი და მით უმეტეს კაცი რომელიც საერთოდ ღმერთთან საქმე არ აქვს. მოსეს კიდე გაღმერთება, კიდე გასაგებია. ესეც არ შეიძლება, მაგრამ შეიძლება რომ შევცდე რომ აი დაბიჭოს ასწავლებს, პავლეს გადავირეოდი, პავლე რომ ენახა რა. ვერ მოშორდებოდი, მაგრამ იქ პავლე მეტყვის, არა, მე არა, ღმერთი აკეთებს. ეგ ხალხი იმით არის საინტერესო, რომ გეუნებიან, გაგეჩერებენ. არა, მე არა, ღმერთი. სულ ამას იძახდნენ ეგენი, სწორია. თორე ამით ხელი უნდა შეუწყო ადამიანს, რომ გაუბედურდეს. შიოლაშვილს როდის მე უთქვია იმისთვის, მე არა ხალხო, მე რა თაყვანცემთ კაცო, მე რას მკოცნით. ესო გახსოვდეთ. ისე შეიშნოვებს ამას და მღვდლებიც როგორ არიან, გაფუყულები და როგორ, მართლა როგორიათ რომ მოძღვრები. ზოგი ბეყე მღვდელს, მართლა როგორია რომ მოძღვარია? და კითხებს რო დაუსვამენ, არც ფიქრობს, იცი? ყველაფერზე ბჟუტურობს. ყველა კითხვაზე პასუხი საიდანა გაქვს. დარწმუნებული ხო ყველაფერი იცი? ყოვლის მწოდნე ხარ კაცო, არ გამაგიჟო. თან ბოთე მღვდელი. როცა ახლა ენციკლოპედიური წიგნები, ქვეყანა წიგნები რო აქვს, წაკითხული კაც იმ წიგნებიდან 100 კითხვაზე გაგცემს პასუხს. წიგნებს ხარ კითხულობ ჩვენი მღვდლები. და ისეთ რთულ კითხვებზე ბჟუტურობენ. გაგიჟდებით რა და ამ სისულელეს უსმენს ხალხი. აი შიოლაშვილის სისულელეს რამდენი ხანია უსმენს ხალხი. რამდენი სისულელე გიცით ამას ნათქვამი? მე კი ჯიჭი კი არ უდგები. ხო მე ხო ჯერ ამის სტატიები ახალგაზრდა კომუნისტში წერებოდა, კომუნისტში, თბილისში, თუ ეგ არ ჩხაპნიდა, სხვა ხო უჩხაპნიდა, ეგ კი ხელსაც წერდა. ეხლაც ვითომ ქადაგებები რო აქვს. ზედა მოусმენთ რამდენი სისულელეს ლაპარაკობს რა. არაფერი ბიბლიდან არ არის. ხო ათეისტია, ნუ და აი ამ ათეისტ კაცს აღმერთებს მთელი საქართველო. მე გაუცებული ვარ როგორ არ მრისხანებს იმ გაგებით. ნახეთ რა, ეს არის მოწყალე. ღმერთი რა ელოდება და ელოდება რა. მას არ აქვს როლი რომ ვინმე დაიღუპოს. ყველას გადარჩენა უნდა ღმერთს. ამიტომ არის ეს გაწელილი დროში. მაგრამ ხოჭ დასასრული აქვს ამას. მიეგება ყველას მისაგებელი. შიოლაშვილს თავისი როლი და ადგილი აქვს. თვითონ აირჩიე ეგ. ყველა ადამიანი თვითონ ირჩევს რასაც აკეთებს. და პასუხსაც არჩევანზე აგებს. ასე რომ ვერ დააბრალეს შიოლაშვილი კომუნისტებმა მასწავლეს ამდენი ხანი.
91 წელი რო გაცოცხლებს ღმერთი. ერთხელ ვერ დაბოლებს, სწორს აკეთებ, რასაც აკეთებ. მთელი 30 წელი რო აჭუკა ეს და კომუნისტური აყვარა ხალხს კომუნისტები და მოწმე იყო ყველაფრის დახოცვისა, წამებისა. ამას ერთხელ ხმარა მოუღია. მეგობრებო, კარგით, მოსეკიდე, როგორც კი დაინახავდა რამეს ღმერთს შეღაღადებ და უშველეთ რაღაცა ვქნათ, აპატია, რამე გაუკეთებია მას. გადამოეწო ახლა ლიბერალურში მოიჯდა ფოფინსა და აღანში არის და მიასვენებენ, მოასვენებენ. და მთელი ერიც კიდე გზააბნეული და საკვალარეულია. თუ ვინმე ქრისტეზე იტყვის რამეს, იმას ქვევით გამოეკიდებიან. იმიტომ რომ პიროვნებით გაცვლა შეურაცხყოფაა ქართველისთვის, იმიტომ რომ შიოლაშვილი არის ყველაფერი. და როცა შენ ქრისტეს შემოგყავს აქა, ესე იგი იმას უნდა დავალებო, თავი არა, ქრისტეს მე ავიცნობ, შიოლაშვილს ვიცნობ. ობილატელის ცნობიერება ესეთ პასუხებს იძლევა, თუმცა არ ახმოვანებს. პრაქტიკაში კი ესე ჩანს. აბა რა გაღიზიანებს ქრისტეზე რო ცალაპარაკობ? აი რა გაღიზიანებს? გახარებული არ უნდა იყო. მით უმეტეს ქრისტეზე რო ლაპარაკობ, ისეც ვიცი რომ მოყვასის სიყვარული აუცილებელია. ვერ ხვდები რომ ჩემს საუბარში არ არის სიძულვილი შიოლაშვილის და არც მაგას უკლავ. გეუნები რომ თავარი ის არის. და თუ ის არ გიყვარს, შენც არ გიყვარს შიოლაშვილი. გეზიზღება და ამას არ იწახი. შენ გძულს. მე კიდე არ მძულს, შენ გძულს, იმიტომ რომ არ იცნობ ამას. როგორ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს თუ არ გიყვარს ღმერთი? აი მითხარით რა, იმიტომ რომ ადამიანი ცოდვის მატარებელია და ცოდა როგორ უნდა შეიყვაროთ ხალხო, არ გამაგიჟოთ. ხო, ეს სიყვარული ყოველთვის არის გამორჩენითი და რა სიამოვნებს გარკვეულ დრომდე ან შიშით არა. ნამდვილი სიყვარული არის ღმერთიდან და იგი გიყვარს ღმერთი, ის გაგებინებს ადამიანი ვინ არის. რა გაგებინებს ღმერთმა? ცოდვადაცემული ადამიანი და ყველა მაგომაშია, შენც ამ იმაში ხარ. მე სატანით იმართება ყველა ადამიანი. და სანამ დაბორკილი არ არის სატანი, რა უნდა გააკეთო მითხარით? აი შევა პიროვნებასთან ისეთ სულელურ აზრებს გეტყვის, ვინც გიყვარს ხალით, თმები ხალხზე დაგიდგება. ეს ხო ღვთაებიდან არ მოდის. აი ვინც გიყვარს ხანდახან ისეთ გულჩამწვდომ რაღაც სისულელეს გეტყვის, გაუცდები, ეს რა არის? და რომ არ იყო ქრისტიანი დაახჩობ. მხოლოდ ქრისტიანი არ ეჩხუბება ესეთ ადამიანს. შეაგონებს და სევდიანად შეიძლება და თუ შეტევა იქნა, შეიძლება ფიზიკურადაც მან დაიცვას თავი. აბა გვიტევს ისა, სატანა გამოიყენებს ასეთ პიროვნებას და სიქას გაგაცრობს რა. ასე გრძნობს ქრისტიანი ცოდვადაცემულ სამყაროში ცხოვრება რა არის და განერიდება მაგიტომ ისეთ ადამიანებს, ვინც ძალიან ადვილად გამოყენებული არის სატანის ხელში. თავად ადამიანმა არ იცის ეს. ამიტომ გვეუბნება ღმერთი სიყვარულს, მტრისას და მოყვასისას. შენ თუ ქრისტიანი ხარ, უკვე მიხვდები რომ ეს შენ რო გეჩხუბება, სატანის იარაღია. შენ სატანა გეჩხუბება. ამას თუ დაახჩობ, სხვას გამოიყენებს იარაღად და ასე იქნება უსასრულოდ. ამიტომ არის მეთოდი სხვანაირი. პირველი ორი შეგონების მერე მოერიდე. და არასოდეს ესეთ ადამიანთან არ დაიდო ბინა. არც ცოლად მოიყვანო ესეთი ადამიანი. სიქაც გაგაძროს თუ შენ ქრისტიანი ხარ. მართლაც ქრისტიანი. ამ სიტყვის ბიბლიური გაგებით. ეგ სიქაც გაგაძროს ყოფილა ისტორიაში. თუ რა ადგინდა ეგეთი ადამიანი ცოლად? ღმერთი ხო გიყვარს? ან რა ადგინდა თუ ხალი არის ქრისტიანი, კაცი რომელიც არ არის, ხო სიქაც გაგაძროს ის. თავისი მამაძაღლობით, ლოთობით, ცემატყებით, ის ხო სხვანაირად გიყურებს შენ. ეს ხო პრობლემაცა თქვა. ხოლო ისმის კითხვა რა ვქნათ? აი იმის არ იყოს, როგორ ვიცხოვროთ? შეფერმა თქვა. კითხვის ნიშნით უკვე ბევრი რამე გაირკვევა. უყურეთ რა თქვა მაქს ფრიშმა, ყოველი იმის მერე რასაც აანალიზებს, ისა როგორ ვიცხოვროთ ღმერთის გარეშე და იღილავს ღმერთის გარეშე ცხოვრებას. ანალიზი ეგ არის. მართლაც როგორ ვიცხოვროთ შემდეგში ჩვენ? თუ ღმერთი არ არის, თუ ღმერთთან არ ვიქნებით. რიტორიკული კითხვა. Как же нам теперь жить? კითხვის ნიშანია აქ. როცა გაეცნობი, სათო მართლა როგორ ვიცხოვრო ახლა? როგორ რანაირად ასეთ მდგომარეობაში ვართ ჩვენ? და რა ვქნათ ესე იგი? მივატოვოთ ყველა არა და არა. ჩვენ შეგვიძლია გარკვეულ დონეზე ჯერ ისეთი დონით არ არის გამრავლებული ადამიანები, რომ საერთოდ ყედაველად გავიქცეთ. შეიძლება აი მუდმივი მუშაობა, ბრძოლა, საჭირო გავაგებინოთ. ასე რომ მართლმადიდებლობას ეგ საკითხები არ გადაუჭრია და როგორი გზა აქვს ახლა მართლმადიდებლობას პარალელებზე მიხვდით ხა. ეს რა არის? ეს რა ფორმა არის? ეს ითხოვს მუდმივ მუშაობას. მართლმადიდებლობას თავიდანვე პროტესტანტების როგორ ზარმაცები არიან, როგორ გაადვილებული არის იქ წიგნების დარიგება, კომპიუტერი დაარიგა, ერთი შედი მოусვენ დამთავრდა. აქ არის მუდმივი ეს ცხოვრება. ეს ცხოვრება და ცხოვრების ქრისტიანული კანონებით აი უნდა ავიტანოთ ეს ცოდვადაცემული ეკოსისტემა, რომელიც ჩვენ წინ არის. ქრისტიანობა არ არის ლექციების კითხვა. ქრისტიანობა არის ქრისტესთან ღმერთთან ურთიერთობა. უნდა გამოსხოვოთ ხო ეს წიგნი სხვა წიგნისაგან, როცა ისტორიას გვასწავლიან და რომელიღაცა დისციპლინას, ფიზიკას, იქ შევდივართ იქა და იქიდან სული არ არის. იქ ჩვენ გვჭირდება კანონების ცოდნა და პედაგოგია ამაში განსწავლული გვასწავლით ჩვენ და ჩვენ ვსწავლობთ სახელმძღვანელოს და ვაბარებთ გამოცდას, ვადასტურებთ რომ სახელმძღვანელო ვისწავლეთ. ესე არ არის ბიბლია. ეს არის სიცოცხლის სულის წიგნი. თუ სული არ გაცოცხლდა, ამის დაზეპირებას რა აზრი აქვს? სულის გაცოცხლება კი შეიძლება ერთი წყარედითანაც კი. ერთი წყარედითანაც და მერე სიამოვნებით კითხულობ. აბა ვინ შეედრებოდა კითხვაში მარტინ ლუთერს? თავიდან ბოლომდე გადაკითხული ქონდა ყველაფერი ცუცუდად იყო. ვერ გაეხსნა ეს სული.
ერთ ჩვენ ერთ დღეს მოხდა ეგა. ერთი ფრაზიდან. აი მერე დაიწყო მაგის ხელახლა გადამღერება, თუ შეიძლება ასე ითქვას. სულიწმინდით დამძებული ადამიანი, მაგით მიხვდები, სიხარულით სასეწევი რო ჩანს ეს ლაპარაკი, ხო ნაყოფი სახეზეა. და ნაყოფებიც არის სულიწმინდის. როგორც ნაყოფია ჩასახვისა სახეზე და მე ამას სამედიცინო ვადასტურებ და მე ნელ-ნელა მთელი ორგანიზმში გრძნობს დედა ამას და ელოდება მას უკვე დაბადებაც, ასევეა სულიერი დაბადებაც. პარალელების გავლება თავისუფლად შეიძლება, მაგრამ იდენტური არ უნდა იყოს ეს პარალელი. აქ სხვა რაღაცა ხდება რა. ნამდვილად კი ხდება. ეს განიცადა ლუისმა, ძალიან ბევრ ადამიანებს ეს განიცადეს. პავლემ განიცადა და სულიწმინდის მეშვეობით სცადა ეს გადმოეცა, მაგრამ ძალიან ბევრისთვის ეს ისეთი გაუგებარია, რომ ფაქტურად თუ შენ არ შეხვალ მაგ განცდაში ვერ გაიგებ ეს რა არის. აი მისი ცნობილი, აი ეს რომელთა გზავნილი რო არის მეშვიდე მერვე თავი. ეს თავისი განცდა არის. სულის დაბადებაზე ვლაპარაკობს. და რამ მდგომარეობაში ახლა დაბადებული სული ამ ცოდვად დაცემულ ხორცში. მერე ვის ეუნება ის მადლობას და როგორ იგრძნო მან ეს დაბადება და სიხარულიც რო ახლავს ამას. და ასეთი დიდი სიხარული რო ქონდა პავლეს შიში ეკნებოდა რაიმესი ვაშინებენ იქ არ წახვიდე აქ არ წახვიდე იმას უკვე არაფერს აღარ ეშინია საპატიმროშიც რო იქით ამშვიდებს ხალხს აი ნაყოფი ნამდვილად სახეზია ეს არც გიჟი იყო პიროვნება და არც ფანატიკოსი დღეს ახლა ლიბერალურმა თეოლოგიამ ისეთი შემოიტანა რომ ღვთაებრიობა ამოასალა ქრისტეს დატოვა მისი ადამიანური ბუნება და სწორედ ეს არის სატანა რო სარგებლობს ამით როცა ცნობიერებაში გაბატონდება ქრისტე როგორც ადამიანი აი ესე შემოვა ანტიქრისტე და ჩაეხუტები თორე მაგ სახელით შემოდის ეგა. მთელი საქართველოს რომ მოტყუდები, ახლა ამაზე მე იოტის ოდენე ეჭვითა. არავინ არ იცნობს ქრისტეს და შიოლაშვილი ვერ განურჩევიათ ახლა ელემენტარული რაღაცისაგან. ახლა ანტიქრისტე რომ მოვა. შევსებას ყველაზე მეტად კათოლიკებისგან და ამისგან მიიღებენ, ხო? ყველა მართლმადიდებელი მასთან იქნება, ყველა კათოლიკე მასთან იქნება, მაგრამ პროტესტანტების გარკვეული დენომინაციები მასთან არ იქნება. ეს მე უკვე აღარ ვიცი კონკრეტულად ვინ. ნამდვილად ვიცი რომ ვინც არის ბიბლიასთან და გაბატული არის დედამიწაზე ხალხი, აი ესენი არ მიიღებენ. და რომ არ მიიღებენ, რომ არ წავიდეს დევნა ამ ხალხზე, იესონ ქრისტე თქვა, ამას მე მოვარიდებო, ამ დიადი ურვის ხანას. ამ ხალხს მოვარიდებს. დანარჩენებს დატოვებს მათ. ესენი დაერევიან ერთმანეთ ჩემოკარგებო რო იცოდეთ. მე ამის და მიმედი მაქვს. დღეს მაგალითად რომ მოვიდეს სიტყვაზე ვიძახ ანტიქრისტე, მე აღარ მაშინებს მაგის მოსვლა. მე ვიცი რომ მაგის მოსვლა და ჩვენი გახმობა ერთი იქნება. ამის წინა სახეები ბიბლიაში უამრავი არის. ჯერ ნახეთ ორმა პიროვნებამ სიკვდილი არ გაიარა ბიბლიაში. ენოქმა და ილიამ იცით ეგ. ნოეს წინა სახე. მოარიდა ყველაფერი ამას. ესე ტყუილი არის ჩაწერილი. ასე აი ესეთი არის ქრისტიანული წმენა. ქრისტიანული წმენას ქრისტეს სიყვარული აქვს და აღარ აშინებს ეს ისინი. გაარიდებს ამას ღმერთი. როგორც მოსიყვარულე დედა შვილს გაარიდებს თავის შვილს რაღაც საშინელ გარემოს. უყვარს და იმიტომ. და ის გარემო დარჩება ისე. ამიტომ ვიძახებ, რაღა გააწუხებს ადამიანს. თქვენ, როდესაც უკვე გადიხართ ქართულ სივრცეში და მართლმადიდებლ მოწმეებს უყურებთ, ნახეთ რა დაღურემილები დადიან. ან გაბანგულები. რომელ ქრისტიანობაზეა, გადახედეთ სასაფლაოზე მიხვდებით, როგორ ტირიან დღე და ღამე. მიცვალებულს ელაპარაკებიან სულ. სურათები აქვთ გადიდებული, ჩამოკიდებული. ეს ქრისტიანობა არის? ქრისტე მეგ დაგვიპარა. საფლავზე მუდმივი სიარული და ზოგი ცხოვრობს უკვე საქართველოში. შვილმკვდარი დედები რომ მოუკვდათ თუ არა სასწრაფოდ მიეჯაჭვენ ეკლესიას და იქიდან იწყნარებენ თავს. აი ერთი განცდაში რა მინდა იცით რომ განცდაში შეუშვით რომ შვილი არის საფლავში. გაძლევთ. გამორიცხეთ მეგობრებო, არ არის იქ. იქ არის გახრწნილი სხეული რა, რომელიც გარკვეული წლების მერე საერთოდ მტრად იქცევა. და იქ როგორ არის გასულიერებული ეს ადგილი, გაფეტიშებული, სხვანაირად იდოლიზირებული და გაკერპებული და თამას ცემს ჯირისუფალი ამას ელაპარაკება, ავარდება და სულ ესაუბრება, ამბებს უყვება, წარმატებებს წარუმატებლობას. ძალიან ფილმებში ეგრე არის უკვე მართლმადიდებლობა წარმოდგენილი და ქართულ სინამდვილეში ესეა. ეს არის ქრისტიანობა? რა მეგობრებო, როგორ გეკადრებოთ ეს? რწმენის კაცი ესე არ იქცევა. უბრალოდ აქ ისეთი რამე უნდა თქვათ რომ ესენი რატო არიან დამწუხრებული, იცი დარწმუნებული არ არიან რომ ესენი საერთოდ შეხვდებიან ერთმანეთს. და ვერც იქნებიან დარწმუნებული. რატომ? იმიტომ რომ არცაც ქრისტე არ მიუღია, ის წავიდა, ქრისტეს არ იცნობდა. შენ დაყაყალობ, არ შენ იცნობ. მათ პირდაპირ გველაპარაკება ბიბლიაში ახალ აღთქმაში რომ ამას უნდა იცნობდეს ადამიანი და კარგად უნდა იცნობდეს. უნდა შევიდეს მისი ყველა სიტყვა უნდა იყოს მიღებული და განსაკუთრებით ძლიერად რომ გვითხრა თქვენ ხართ გამართლებულები, გასუფთავებულები და ახალი ადამიანი ძველ ჭურჭელში. ძველი ბუნება გვაქვს, მაგრამ ახალი არის თვისებრივად ხორცის გაგებით ვიძახით ძველი, ეს რჩება. სანამ ვართ, მაგრამ ამაში არის უკვე ტაძრად რო არის გამოცხადებული სული წმინდა შემოდის. ტაძრიდან საკნიდან ინება ჩვენთან შემოსვლა. ამას ვარ უთხრას ადამიანმა, რა ვიცი როგორ უნდა იარო. ეს არის რომ გვასწავლის ჩვენ დავდივართ და სული წმინდის მითითებით უკვე უფრო ეწაფები მამა ღმერთთან ურთიერთობას, იესოს მამა ღმერთ ჩვამავალი ხო. თუ არა სული წმინდა, როგორ გაიგებ რომ ქრისტე ღმერთია? და თუ არა ქრისტე, როგორ მიხვალ მამასთან?
აი ესე мама, ძე, სულიწმე სამება. აი ესეც თავის ამტრევია თეოლოგებისთვის. დაბრკოლება რო არის ეს ძალიან ბევრი გზასაცდა. მე ამას რწმენით ვიღებ, ამის ახსნა არ ძალმიც, ეს არის სისულელე. მე ვიღებ ავტორიტეტი არის ღმერთი და ვიღებ რასაც იძახის. მისაღებია ჩემთვის, როგორი შეიქმნა ადამიანი მიწიდან. არ წუდება ჩემი გონება ამას, როგორ შეიძლება მიწა მოზილო უცებ ჩაბერო და გაიაროს. ყველანაირად სიზუსტით ქანდაკება არის დავითის ეგრე და ვერ დადის. სული არ აქვს მას. აი მიწიდან ახლა თიხა არ არის მიწა, აი ბევრი მოქანდაკე აიღებს თიხას, გამოძერწავს ადამიანს, მაგრამ ის არ გაივლის. იგივე გააკეთა ღმერთმა. მიწიდან მოზილა არ არის აღწერილი როგორ ხელებით იმით, არ არის, სიტყვით ის სიტყვით აკეთებს. იტყვის და კეთდება. აი ეგ არის უცნაური, ხო? ზმნა რო არის, მისი სიტყვა არის ზმნა. ეგრე წერია ბიბლიაში, გლაგოლი, სიტყვა რო წერია ქართულში სწორი არ არის, განმარტებაც უნდა იყოს. ეს ისეთი სიტყვა, რომელიც მოქმედებს, მოქმედებას იწყებს. მოქმედებს. ჩვენი სიტყვები ხშირად არ მოქმედებს. ვიტყვით და ჰაერშია. რას ნიშნავს ეს? აი იყოს ნათელი, რო იტყვით თქვენ, განათლდება რამე? არა. ღმერთმა თქვა და ნათელი დავით. მოდი შევქმნათ ადამიანი და შექმნა ადამიანი. ხელები კი არ დაიკაპიცა. სიტყვამ დაიწყო მოქმედება. აი ეს არის გაუგებარი ბევრისთვის, იმიტომ რომ მეცნიერულმა მიღწევებმა ტვინი ისე გამოაჩლუნგა, რომ თუ არ დაუმტკიცე იმას ესე ლაბორატორიებში არ არის კაც. ეს ფანტაზიებია რა, ბიბლია ფანტაზიები. აი ნახოთ, შემოეხარჯება ყველა ცხოვრება და ნახოთ ერთი რას გააკეთებენ მე. და სანამ ჩვენ გული გვიძღერს და პირში სული გვიდგია, რა თქმა უნდა ეს უნდა ვაღიაროთ მეგობრებო ჩვენ. ის ყველაზე ძლიერი ათეისტიც კი იშვიათი გამონაკლისის გარდა სიკვდილის სარეცელზე როცა წერს, სინდისი აწუხებს. ბოლოს ყველა უხმობს ღმერთს. მაგრამ არ იცნობს კია. რისი ეშინია? ბოლომდე იყავი რა ათეისტი მაშინ. იშვიათი გამონაკლისი მე წამიკითხავს, რომლებიც ბოლომდე აი მუჭების ქნევით წავიდა იმ ქვეყანას. არავით არის ღმერთის მიღება, არ გამაგონო. ვოლტერი მაგალითად ამის ნათელი დადასტურება იყო, որ დღეში გარდაიცვალა. მაგრამ იყო კიდე ერთი მწერალი, ქართულადაც ვალტერ სკოტი, აი ეს გარდაცვლის პერიოდში, რაღაც 2 საათით ადრე თუ 1-4 საათით ადრე თავის მოსამსახურებს თხოვს წიგნი მომიტანეო. ესე თქვა, არ განმარტა რა წიგნი, წიგნი მომიტანეო. ის კიდევ რომელიც წიგნი გადმოიღე შენ ჩემი კი არა ბიბლია მომიტანეო. ხეთ ეს ბიბლიით მიდიოდა რა. ბოლოს მაინც ესე თითქოს ღმერთს ხვდება და ემშვიდობება ესე. ეს იყო მისთვის ნუგეში. არის ერთადერთი წიგნიო ესე უთხრა მოსამსახურეს, ეს არის ბიბლიო. იმას ეგონა თავის ტომებზე ეუბნებოდა. ერთადერთი წიგნიო, მეტი არაო. ეს არის ბიბლია. აი ეს არის ვალტერ სკოტი და ქართულ სინამდვილეში მე ვერ დავასახელებ ვინმე ან რაც ბიოგრაფიები წავიკითხე, რომელიმე მწერალს ან იმას მსგავსი რამე ეთქვას ბიბლიაზე. საერთოდ ქართული სივრცე არის გასაოცარი ამ ხრივ. ასე მოზულე ერი ქრისტესი მე მეორე არ ვიცი. თუ თქვენ იცით რომელიმე პოეტი მწერალი რომ თავის მემუარებში იმაზე ქრისტეზე ულაპარაკია, მე ბოდის მოვიხდი. იქნებ მე არა მაქვს წაკითხული და გამაცანეთ. მე არ ვიცი. ბევრი კი მაქვს წაკითხული. ამ დროს ინგლისურ ლიტერატურაში მაინც როგორ არიცი? მილტონი, გაგიგიათ ალბათ ხომ? გადახედეთ ჯონ მილტონი ხომ? ისეთი დრო არის, როცა საქართველოში ცარიელი წელებით რო ხასიათდება საუკუნეებით. ეს ბიბლიაზე დაყრდნობით წერს აი საუკეთესო ნაწარმოები როა მისი. ქართულადაც არის ნათარგმნი დაკარგული 64. აი ცნობილი ეს არის ხო? აი ინგლისური ცნობიერება რატო იყო მედიტირებული ამაზე? და მე მათი ცხოვრებასაც რო გადავხედავთ ბიოგრაფიებს, აი როგორი ცხოვრება ჰქონდა ყველა მწერლებს. ყველაზე საინტერესო შემოქმედებასთან ერთად არის ამავე დროს, ნაწარმოებთან ერთად ამავე დროს თვითონ ამ ავტორების ცხოვრება. ჩვენთან საქართველოში დამალული იყო ეს. ვაწვდით ნაწარმოებს და წერლის ცხოვრება იყო გაფერადებული. მისი ნაკლოვანი ცხოვრებები არ იყო წარმოჩინებული, დამალული იყო. რატო აკეთებდნენ ამას? ეს იყო მარქსიზმი, მატერიალიზმი. ასე ვიხსნებოდით, ეხლაც ესე არ არის? ხო, ეხლა კი რა თქმა უნდა უხეში ფორმით ყვითელი პრესა ჩაერთვა და უკვე ადამიანების ცუდიც, კარგიც, ყველაფერია გამოფენილი. მეორე უკიდურესობა. ეხლა ყველაფერი გათახსირება არის წარმოჩენილი, დაწყებული პრეზიდენტად დამთავრებული კარისკაცამდე. გამონაკლისი მარტო შიოლაშვილია და სამღვდელოება ისე აი თავშესაფარში ის. არავინ ამათ შესახებ არაფერი არ იცის და თუ ვინმეს რამე დაცდა, გამოეკიდებიან ჭოლოკებით. როგორ გაბედე მას გავსი რამე არ თქვა. გაგალანძღავენ, წაგეცევიან ძაღლებივით. უყვარს ქართველებს უკიდურესი ქიდან იქით გადახტომები რა. აი ეს საერთო სინთეზირებას ვერ ახდენენ. რაღაცა საერთო კაი რაღაცა გამოიტანონ. ერთ-ერთი მწერალი რომელიც ამაზე ჩოხიელობდა, ამაზე დაყდომით ბერჯოლი მithქვეს გურამიშვილია, მაგრამ ისი ცხოვრების ბიოგრაფიაც რო გადახედავთ, არ იცნობდა ქრისტეს. ბიბლია წაკითხული ქონდა, მაგრამ ქრისტეს არ იცნობდა რა გააკეთა ამან. მას არ ქონდა იმედი ქრისტესი. ბოლომდე დარჩა საქართველოს იმედად და შენატროდა ამ საქართველოს სიმბოლო ბიბლიური ისენი გამოიყენა. და ცენტრალური ის მაინც საქართველოს და სამშობლოს სიყვარული იყო და როგორ მისტერის სამშობლო მიტოვებული კაცი უკრაინაში ცხოვრებას და ვეღარ ჩამოდის. და დავითიანიც დაწერა. ეს არაფერი კავშირში არ არის ბიბლიურ დავითთან. ეს არის დავითის სახელი გურამიშვილი, ეს არის დავითიანი. გურამიშვილის ცნობიერება არის ეს, როგორ შეყვარებულია სამშობლოზე, როგორ ძნელბედობამ აიძულა სამშობლო მიეტოვებინა და მთელი ეს მაგალითები, ლიტერატურული მეტაფორები ბიბლიიდან აიღო.
მაგრამ არანაირად ქრისტიანული არ არის. სახარებისეული სიუჟეტები გარითმა, აი მაგალითად იესოზე, მაგრამ მან თეოლოგია ვერ გაიგო. ბიბლიური თეოლოგია არა, ღვთისმეტყველება არ ესმოდა მას. და დარჩა ისე უცოდინარი ეს პიროვნება. მიუხედავად ამისა, ამ წიგნსაც არავინ არ კითხულობს. და თუ ისწავლებოდა სკოლაში, მხოლოდ რაც სამშობლოს ეხებოდა ქართლის ჭირი. და სწავლა მოსწავლეთა და დარიგებები, ჯგურის დარიგებები. იცით ვინმე ასეთი ქართველი მწერალი? ხო გითხარით, მე ხმას არ ამოვირებ მეთქი. მე ვერ ვნახე, რომ ქართველი მწერალი იესო ქრისტეს თან ურთიერთობის მაგალითზე თავის იმას გვაცნობდეს შეხედულებას. ან თუნდაც სიუჟეტს მაინც იყენებდეს. მარტო გურამიშვილმა გამოიყენა ეს სიუჟეტი და თუ მომწონს გურამიშვილი მხოლოდ მაგიტომ, რომ გაჟღენთილია ბიბლიური მეტაფორებით. ბიბლიური სურათ ხატები არის გარითმული. ეს პოეტი ყველაზე მეტად დავიწყებული არის საქართველოში და ყველაზე მეტად იგნორირებული. სკოლაში და ყველგან საერთოდ გვერდსაულიან. ეს არის მიზეზი, რომ მან ბიბლიური სიუჟეტები აქვს ბევრი, სოციალური მოტივები ბევრი არ აქვს. რა ვიცი, რუსთაველი არის და არაფერი ქრისტეს შესახებ რუსთაველი. საერთოდ იესო ქრისტეს ხსენება რუსთაველის პოემაში არ არის. ბიბლიური რემინისცენციები შემხვედრია. იესო, როგორც არა, იქ არის წარმართული ღმერთი, რაღაცა ჰუმანისტური, რაღაცა ზოგადი, რაღაცა უპიროვნო. ავთანდილის ლოცვაში მანდ არაჩანს ქრისტიანულის, მაგრამ თუ მომწონს კიდევ ეს ისევ რუსთაველი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უნიჭიერესი პოეტი და კარგად ქართულ სიტყვას როგორ ხატავს, ხატვარი არის სიტყვისა და მეტაფორები არის ძალიან ძლიერი და აქა-იქ მიმობნეული არის რემინისცენციები ქრისტიანული. მაგალითად, პირველი შესავალი სამყაროს შექმნა ბიბლიური ვერსია არის. გადმოთარგმნა გარითმა ქართულად შესაქმეს სურათები. მაგრამ ამავე დროს არის ბევრი წინააღმდეგობა, იმიტომ რომ მის თავში არის, როგორც ბიბლია აიცოდა, მან წაკითხული ქონდა, ქრისტე არ მიღებული, აი მე შემიძლია ვთქვა, რომ რუსთაველი ქრისტე არ მიუღია მას, ისე როგორც ჩვენ ეხლა ვსწავლობთ და ვეცნობით ბიბლიიდან. მან წაიკითხა ბიბლია. წაკითხვა სხვა რამეა. წაიკითხა და როგორც შემოქმედმა გამოიყენა ეს ძლიერი არის. და ღმერთის დამსახურება რომ განითქვა მან სახელი. აბა ვის დამსახურება? რუსთაველის კი არა. და გარითმული აქვს ძალიან კარგად სამყაროს შექმნა, ხო? რომელმა შექმნა სამყარო ძალთა ხო გახსოვთ ეგა? და ძალიან ბევრი გარითმული აქვს ბიბლიური თქვათ თუნდაც ერთი ტექსტი. ბოლოს ყოვლი დაფარული ცხადზე ცხადად გამოცხადდეს. ბიბლიაში არ არის დაფარული, არ გამოცხადდეს. სახალხ თქმაში. აი ესენი, აი ამით საზრდოობდა ეს. მაგრამ რუსთაველიც ქრისტესთან მწყალარად იყო. თორე აუცილებლად გავიგებდით მაგას თავის ნაწერებით. ეგ იყო შეყვარებული თამარ მეფეზე და სამშობლოს სიყვარულიც არ აქვს მას. არსათაველის პოემაში საქართველოს გეოგრაფიული საქართველოს არ არის აღწერილი. სულ ზღაპრული ქვეყნებია, ინდუეთი, ხატაეთი, ხვარაზმი ნახეთ, გაუცნაურია თან მე-12 საუკუნეა. რეალიზმის ძალიან ძლიერი ხანა არის, ჰუმანიზმი არის. რატო გაკეთებს ამას? უცნაურია. უნდა ვთქვათ, რომ ამას სამშობლოც არ უყვარდა. გაბედულად არის ნათქვამი, მაგრამ ეგრეა. ამას უყვარდა ქალი. თამარ მეფე და შთაგონებით ნახეთ, რა პოემა გამოაცხო. ხო, რენესანსის დონეზე დადგა ეს. და მოწყვიტა სიყვარულის იმ გაგებას, რომელიც გაბატონებული იყო, როგორც იმჟამიდელ ევროპულ იმაში, ასევე საქართველოშიც რა, შუა საუკუნეების გაგება. არ შეიძლებოდა სიყვარული ხორციელი ქალის და პლატონიური სიყვარული არის მან ამღერებული. ხო, ნეოპლატონიზმი. ქართულ ენაზე გადმოთარგმნილი და ჩამოყვანილი ცოტა მიწიერ პლანზეც. ბოლომდე არ არის, გასაყარზე დგას. ისეთი არ არის, როგორც ბოკაჩო და ესეთი დანტე და ესე, ეგეთი არ არის. უფრო აქით არის. ისინი მე-13-მე-14 საუკუნეა. ეს სულთად მე-11-მე-12 საუკუნეა. თამარ მეფის ხანას ემთხვევა და ეს არის მე-12 საუკუნე, ხომ ზენიტზე რო ავიდა. აი მანდ ნახეთ როგორ არის, იდეალური პიროვნებები არიან, არც რეალური არიან, არც ზღაპრებით, მაგრამ მაინც ჰუმანისტები არიან, ხო? და სილამაზე როგორ იცი ადამიანურ დონეზე გაგულავებული. ეს რა თქმა უნდა შუა საუკუნეების ლიტერატურასთან შედარებით წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ არაფერი კავშირი არ აქვს ამას სახარებასთან და ბიბლიასთან. ბიბლიური გაგება ადამიანებზე მანდ არ არის. მოკლედ ქრისტიანული ნაწარმოები არ არის ეს. ჰუმანიტარული ნაწარმოებია, ჰუმანიზმით არის გაჟღენთილი და ლამაზი პოეტური ზღაპრები არის მანდ ქალისა და კაცის ურთიერთობა. სრუსუნთლად მოწყვეტილია რეალობას. ეს არის სადღაც იქ 64-ში რო ხდება ამბები, 64-ის ამბებია გაღწერილი. მიწიერი არა. ახეთ როგორი ტვინი ქონდა ამ კაცს რა. სამშობლოს სიყვარული ნამდვილად არ ქონდა. არ არის მან სამშობლო შექებული. საერთოდ თითქოს აი რეალობას არ ასახავს ეს კაცი. არც საქართველოს სამეფოა წარმოდგენილი. რატომ არის ესე გალამაზებული? რეალობა როცა გულს გიზიდავს, უნდა გაალამაზოს ეგ. ქართველებს ესე ძვალბრიჩი აქვს გამჯდარი რეალიზმის გადამუშავება და კარგად წარმოჩენა, რაც არ არის ისე. ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ეტყობა ხოლმე ქართველს. გარეგნული სილამაზე, მფარავს გარეგნული სილამაზე შინაგანს. მოჩვენებითი სილამაზე იყოს. რაც გააკეთა სააკაშვილმა ხო თითქოს აი ყველაფერი თბილისი გაალამაზაო, მაგრამ ეს იყო ყველაფერი ზერელე. თუ ჩაიხედავთ, არაფერი არ არის კარგად გაკეთებული. ეს კოსმეტიკა გააკეთა მან. უყვარს ადამიანს კოსმეტიკა, ქართველს კოსმეტიკა. შებათხაშება.
აი აქ რუსთაველთანაც ეს სად არის მან საქართველოს რომელი ქართველები არიან მან და რა გმირობაა მან და ვინ არის ეგეთი ქართველი ან როგორი სიყვარული აქვს სად არის ეგეთი ადამიანები რომ ესე უყვარდეთ რა სად არის ესეთი მეგობრობა რეალობაში აგერ რამდენი წელია თვალყურსვადა ვინ არის ან ტარიელი ან ავთანდილი ან ვინ მიატოვებს ცოცხლად მეგობრის გულისთვის საწავა და აი ეგეთი რამე სად არის საერთოდ განუხორციელებელი ეს მისი ეთიკა მორალი განუხორციელებელია და რა შეჭირება ქონდა ამ კაცს ასეთი რომ ესეთი ნაწარმოები დაწერა ჯერ არსიდან ან გავერთე რუსთაველის იმით. ესე იგი, აქაც მეთქი არ არის ქრისტიანობა. სხვა პოეტი მე რომელი გითხრათ კიდე. ბარათაშვილია არც ეს არის ქრისტესთან მწყრალად არის. ისე მოტივები ამასთანაც არის. მოტივები არის. ამასთან არის ტოლვა ზოგადი რაღაცა ღვთაებისა. ესეც არც სამშობლოზეა შეყვარებული. აქაც ამის სიყვარულის ცენტრი არის ქალი. მთელი ამ ქალის სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძის სიყვარულმა განაპირობა ამის შემოქმედება. ლექსად კირკეგორის სიყვარულმა განაპირობა მთელი მისი ფილოსოფია. რატომ არის ადამიანი ესე პასუხისმგებლობას ვერ იღებს და მთელი რიგი რაღაცეებია, ხომ? აი თავისი საცოლე რო არ უთხრა ბოლოს. მოტივაციები გასაგები არის. ბარათაშვილიც ესე იყო, ხო, ქალზე შეყვარებული და მისი რაღაცა 37 ლექსია თუ რაღაცა უძღვნა ამ ეკატერინე ჭავჭავაძეს და ერთი პოემა, ბედი ქართლისა. მაგრამ ბედი ქართლში მაინც ვარ ვერ ხედავ, რომ ამ კაცს ახლა გიждდებოდეს საქართველოს. არ შეიძლება 28 წლის კაცი იგი სრულიად ახალგაზრდა მოკვდა, ხო იცით? პატრიოტული მოტივებით იყოს გამსჭვალული. ახალგაზრდას პატრიოტული მოტივები ფეხებზე კიდია პირველ ადგილზე, ვიტალური მოტივები არის და სიყვარული და ყველაზე ძლიერი სახე მაინც იცით ეს ყველაზე მეტად ვიდრე ქალში არის. ამიტომ იყო ყველა ძლიერი ნაწარმოებები ახალგაზრდულ პერიოდში შექმნილი. გალაქტიონის ყველაზე კარგი ლექსები ეს არის მისი არტისტული ყვავილები. ის პერიოდი სუჭაბუკი რო არის. აქეთ და აქეთ იმდენი სისულელები აქვს ნაწერი, რა ვიცი, დასახევია 12 ტომიდან ნახევარზე მეტი. პოემები საერთოდ ეს გადასაგდებია. პოემების იმაში ეგ ვერაჯობებდა ვერც აკაკი წერეთელს, ვერც ვაჟებ შაველას და ვერც ბარათაშვილს. აი ბედი ქართლისა პოემა კიდე არის. აი გალაქტიონმა პოემებში ნიჭი ვერ გამოამჟღავნა. არც ერთი მისი პოემა ხო იცით რა აღიარებული არ არის. იმიტომ არ არის პოემა ეს აი ესე. მითითებებით ნაწერი ნაჩხაპნი არის. გალაქტიონის ცნობილი ლექსებით და განსაკუთრებით მისი ადრეული პერიოდი 30 წლამდე. და მისი არტისტული ყვავილები ეს უნიკალური იმათ ხასიათია. იმიტომ რომ ძლიერი გავლენაა მან ბოდლერის ფრანგი სიმბოლისტებისა და რომანტიკოსების. გალაქტიონთანაც ვერ ვიტყვით რომ ეს ქრისტიანი იყო. ცხოვრებითაც ხომ ეს არანაირ ქრისტიანულ ცხოვრებას არც ეწეოდა. შეხედულება 0. და საერთოდ რა გაგება აქვს იუდაზე, მაგას ერთი ლექსი არის, გადმოვთარგმნე ამას პროზაულად გეტყვით. მის ლექსში არის ესეთი რამე, რომ ქრისტეს დიდება ეს ეკუთვნის იუდას, რომ არა იუდა, სახელი ამას ვინ გაუთქვაო? იუდამ. რო გასცადა რა. აი რა სისულელეს წერს ეს. რო წაიკითხავს ახლა ისაზე ბეყე ქართველები ამას, ხო იუდას მხარეზე დადგებიან. რომ აი იუდა რო არ ყოფილიყო ქრისტეს ვინ იცნობს და ცაწყალი უსა როგორ არის დაჩაგრული რომ განადიდა იესო და თვითონ კიდე რაღაცა წევლა და კურთხვა დაიმსახურაო. ამ ლექსში ეგ არის, ხო? გალაქტიონის ცნობიერებაში იესო როგორც ღმერთი არ იყო გაბატონებული. იესო იყო როგორც ან მითოლოგიური პიროვნება, ან ვიღაცა რელიგიური რეფორმატორი, რომელიც იყო ძალიან კარგი ადამიანი. მაგრამ არანაირად ის რომ ის დაიბადა სულიწმინდის მეშვეობით. ეს რომ იწამო, მართლაც ქრისტიანი უნდა იყო. ყველაზე მეტად უჭირთ ამის მიღება. არავის არ ჯერა, რომ იესო დაიბადა ამ გზით. არ გაკარებია მარიამს კაცი. ის იყო ქალწული. ქალწულობა მისი დაირღვა, როცა იესომ შემოვიდა დედამიწაზე. საქალწული აპკის გახევა ნაყოფმა მოახდინა. ეგ არ წერია, მაგრამ მე ჩემი იმით ვიძახი ამას ესეა. ქალწული ეგ ბერძნულში პართენონი არის და ებრაულშიც ესე არის ალმა და რაღაც. ეს ქალწული არის. ქალწული იყო ეს. გათხოვებამდე არ მიკარებია არავის და აუკრძალა. ქმარსაც სულიწმინდა არ გაეკარო. ეს უკვე არის ფეხმძიმეო და აი რა შოკს მიიღებდა და იოსები და აკაჩას მისი მორწმუნეობა იოსების რომ არავის არ უთხრეს, იმიტომ რომ კანონებით, ჯულის კანონით ეს უნდა ჩაქოლილიყო. ხედავთ? აი ამას თუ არ იწამებს ადამიანი, რა შიოლაშვილთან ლიწილიწინით, აი რამდენი დამაბრკოლებელი არის თანამედროვე მეცნიერული ტვინისთვის ადგილები ბიბლიაში რომ არ იწამო. და ამას გადაახტებიან და დაიტოვებენ ადგილებს, სიუჟეტები და ფრაგმენტები და მითოლოგია და ზღაპრები. ვინც ვერ იწამებს იმას, რომ ღმერთმა სიტყვით სამყარო 6 დღეში შექმნა. რა აზრი აქვს ბიბლიის კითხოს? ისაც არ ჯერა იმ სასწაულებს, რაც იესო ქრისტე აკეთებს. რა აზრი აქვს მაგის კითხოს? თუ არ გჯერათ იმის რომ იესო დაიბადა არაჩვეულებრივი გზით და ეგ იყო 100% ღმერთი და 100% ადამიანი, რა აზრი აქვს მაგის კითხვას? თუ არ გჯერათ რომ იაღსდგა მაგის კითხვას ხომ? აი ყველაფერი რაც ჩამოთვალე ეს მე მჯერა და მწამს. მე მწამს ფერცოლება, აი რომ დაისწრო ორი ძმა იესომ, ხო გახსოვთ იქ მოსესთან და ილიასთან ვლაპარაკობდა ახალ აღთქმაში აღწერილი ეს არის სიუჟეტი. ფერი იცვალა იესომ. აქვეც კი ნახეთ, მისმა სხეულმა იცვალა ფერი. და იგი საუბრობდა ესე იგი ვისთან? ორ პიროვნებასთან, ილია რომელსაც სიკვდილი არ გაუვლია და მოსესთან. ესე იგი ისინი ცოცხლები არიან. ეს თუ არ იწამეთ, არაფერი არ გამოვა.
მე სადუკევლებს აღდგომაზე რა შეუნება? მე ვარ ღმერთი აბრაამისა, იაკობის ეკო. ნახეთ რა შეუნება? ღმერთი ცოცხლების არის და არა მკვდრების. ესე იგი ის ვინც ჩამოთვალა, ცოცხლები არიან. და კონტაქტობს. ეს რწმენა თუ არა გაქვს, მამას კითხვას რა აზრი აქვს და ჯურისტარებას რა აზრი აქვს ვერ გავიგე და ახლა ეკლესიაში რომელ სანთელს ანათებ და საერთოდ სანთელს რატო ანთებენ თუ გიფიქრიათ? რა არის ეს სანთელი? კითხეთ რა რომელიმე მოწმეს რატო ანთებს ამ სანთელს და რა საჭიროა სამი სანთელის დანთება და სამი მანდამაიც და გეტყვის მამაძე აი რა თუნდა ღმერთს შენი სანთელი? იესო ქრისტეს სანთელი რა თუნდა? არ უსრულებ რასაც გეუნება? არ გწამს რასაც გეუნება და სანთლის სანთები რა მოგივა? არაფერი. გადამჭვარტულიროა თელი ეკლესიები. ქარხანაა გახსნილი და ქვეყანა ფული მიდის მანდა და მდიდრდება მღვდლები. ამას რა აზრი აქვს? შევლენ ანთებენ, სადაც წამოვლენ. შევლიდან ახალგაზრდები მახსოვს ჩემ სტუდენტობის პერიოდში, გავიდნენ ქაშვეში, შეეხეტებოდნენ სანთელს იყიდნენ, ანთებდნენ და წამოვიდოდნენ. ეგ იყო და ეგა. ეს რა იყო? რა რიტუალია ეს? არავინ არაფერი არ იცის. აკეთებ რაღაცას და არ გესმის. საშინელებაა როცა რაღაცას აკეთებ და არ გესმის. ლაპარაკობ რაღაცას და არ გესმის შენ. ვიღაცა სხვა ლაპარაკობს, შენ კიდე კითხვები რომ დაგისვამე ნერვები გეშლება. თუ შენსაც ლაპარაკობ ნერვები რატო უნდა გეშალოს, გამაგებინე რას ლაპარაკობ. დაიყვანე ჩემ ცნობიერებამდე. თუ შენ ნერვებს გიშლის ის რომ შენ უკვე არ ყოფნის მარაგი და გამოჭერილი ხარ, ეს შენი პრობლემა არის. კარგი სახელმწიფო ამ ხრივ სულის არის ბიბლია. დაჭიქი და ნახე ნელ-ნელა გაყევი. ხო, მე კიდე რა შესრულდა ამაზე რომ ვლაპარაკობდით, აი როცა პირველი ორი თავი ყველაზე ძალიან გასაღები საერთოდ ჩვენი ბიბლიის არის პირველი ორი თავი, კარგად რომ უნდა ვიტრიალოთ. კიდე შესრულდა ესეთი რამე. რა უწინასწარმეტყველა და რა შესრულდა? ადამიანს რა შეუნება? ესე იგი, უკვე შენ ყოველდღიურ სარჩოს მოპოვების დროს ოფლი დაგეყურება. სხვა სიტყვებით, მძიმე შრომით მოიპოვებ სარჩო საბადებელს. ეგ იმას ნიშნავს, რომ 60-ის ბაღში მათ ესეთი რამე არ შეეძლოთ. დღეს რას არ მიცემდა კაცობრიობა, რომ ეს ტანჯვა აგვერიდებინა. დღეს ხომ ძალიან ბევრი ქვეყანაში მარტო პური არსობისათვის იბრძვის ადამიანი. კომფორტზე აღარ არის ლაპარაკი. აი მართლაც პირდაპირ გაგებით ძალიან ბევრი მშრომელი მიწასთან ოფლი ჩამოზდის დღე და ღამე თოხნა ბარი, რომ ლუკმაპურით გამოიკვებოს თავი, რომ ეს აქციოს რაღაც ბაზარზე გაიტანოს ბარტერული იმებით და ელემენტარული საკვები მოიპოვოს. ხო, სხვა საკვები რომელიც მას არ აქვს. ესეც შესრულდა. ადამს რაც უთხრა შესრულდა, ევას რაც უთხრა შესრულდა ყველა პლანში. ლტოლობა გექნება ყველანაირი ასპექტი არის ჩადებული. ზოგადი ტერმინია, მაგრამ ლტოლობა, ვლეჩენია, ეს მისწრაფება კაცისკენ ის გაბატონდება შენზეო. ეს ახლა ძალიან ცუდად გაიგეს, პირდაპირ გაგებით გაიგეს მუსულმანულმა სამყარო, მუსულმანებს ყურანში ხო ბევრი რამე ბიბლიიდან გადაწერილი აქვს და ხალი დაჩაგრული ყავთ მათ. და თითქოს ამით ღმერთს ეხმიანებიან და აუსრულებენ იმას. აი შენი ტყავი უნდა გაგძროს, იმიტომ რომ ჯერ შენი ბრალია რომ ცოდვაში შემოვედით. ქალის ბრალი არ არის ცოდვაში შემოვედით. უბრალოდ პირველი ქალმა მიიღოს. ეს იმას კი ანიშნავს, რომ ქალია და ადამიანს მიიღოს. ასე რომ ამ ხრივ ახლა ქალს ვეტაკოთ და დავაყენოთ დაბლა, ეს არანაირად სწორი არ არის. იმის გამო ვაწამოთ რომ შეგვაცნინა მუსულმანებს ეგაგება აქვს და ჩაგრავენ, ამიტომ ქალებს დაჩაგრული არიან მართლა. იყენებენ ყურანსაც ამის რომ ქალი ხო ხედა ეს თქვენი გამოისობითავა ეტყვის ქალს რომ ჩვენ აქავართ. ამ ხრივ ქრისტიანობა განსხვავებულია. ქრისტიანობა ქალს არ დანაშაულებს. თავის თავსი დანაშაულებს, სულ ყველა ერთად ქალი და კაცი დამნაშავეა. ქრისტიანობაში ურთიერთობა ქალსა და კაცს შორის სხვანაირად დგას და უფრო ლამაზად და უფრო სწორად, ვიდრე ყურანში და მუსულმანურში. მუსულმანურში ქალი ნივთი არის. გააყიდიან, ჩააბარებენ და როგორც უნდა ისე ექცევიან. ამიტომ არის იქიდან ქალები რომ მორბიან ევროპაში და აღვერახსნილობასაც ეწევიან. ამდენად აი ქრისტიანული სამყარო უფრო ჯაბნის იმ სამყაროს, რომელსაც მუსულმანური სამყარო ქვია, ცხოვრების და ყველაფრით. ეს ვის დამსახურებაა თუ არა იესო ქრისტესი. ეგეც შესრულდა ყდომა. სულით სიკვდილი, ფიზიკური ყდომა, მიწა ხარ და მიწათიქეცი, ოფლით შენითა ეს ყველაფერი შესრულდა. ასევე შეუსრულდა ცხოველსაც, რომელიც ძალიან ლამაზი ხოხვა დაიწყო და გველს რო დაინახავ თქვენ, ნახეთ, იმასაც შეუსრულდა. დღეს ამას იგით მუცელზე იხოხე. ის მუცელზე არ ხოხავდა მანამდე. თან ლამაზი ცხოველი ყოფილა, არ არის აღწელი, არ გველი არაფერს არ გვეუბნება ჯერ ჩვენ ეს. ებრაულში ესეთი სიტყვა არის, კაშკაშა, ბზინავი. აი ესეთი რაღაცა იყო ეგ ცხოველი. ლამაზიც უნდა ყოფილიყო, ხო იცი ცხოველთა სამყარო ძალიან ლამაზია ხო. და არ იყო შესაშინებელი. ახლა თანამედროვე გაგებით, გველი ყველას შიშის არს ასცემს ხო? და ევა ელაპარაკებოდა მას. ესე იგი ძალიან ლამაზი ცხოველი იყო რა იმ ედემის ბაღში. ძალიან ბევრ მხატვრებს ხო სხვანაირად აქვს დაღწერი რა ლამაზი ჩიტები დაფრინავენ რაღაც. ესე იგი რაღაც კაი განწყობა იყო ის. და კომუნიკაციაში შევიდა. სატანა შევიდა რა მასში. უცნაური აქ ერთი რამეა, მე ბევრი მიფიქრია და პასუხი ჯერ არ მაქვს ამაზე. მაგრამ არჩევანის წინაშე ადამი და ევაა, მაგრამ ცხოველი არჩევანის წინაშე თუ არის. ესე იგი ცხოველები ედემის ბაღში ქონდათ არჩევანის უფლება? ამაზე პასუხები არ არის. და რატო ვიძახი ამას? ესე იგი იწევლება ეგ ცხოველიც, გველი რო ქვია. იმა რა დააშავა? თუ ეს სატანას მიმართავს.
ამის მეშვეობით. თეოლოგები იძახიან, რომ ეს სატანას ეუნება ამას, მაგრამ თუ სატანას ეუნება, მას მე როდის ცხოველი ხო ხავს? ესე იგი, ეს ბუნდოვანი საკითხი არის ჩემთვის გაუგებარია, ჯერ ვერ დავალაგე ესა და ამიტომ მე ღმერთის რწმენა რომ აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ალბათ ესია საჭირო, მე არ ვიცი, მე ვიღებ ამას. რო შევიდი ახლა კითხვებით, უკვე მთელი რიგი ეჭვებით შემოდის. ათეისტი ჩაებღა უჭება ამას და ნახე რა მას დამიდებს კვანტს, მაგრამ შემოდის ლაპარაკობ ღმერთზე ეს აი ეს ადგილი კაცო, ადამი და ევა გასაგებია, მაგრამ გველმა რა დააშავა. ბერტრან რასელმა ესეთი ადგილები რო წაიკითხა, აღარ იღებდა ესეთ ღმერთს, რომ აი ხე გაახმო, ღორები გადაყარა იქ ახალ აღთქმაში. იგივე სიტყვა ალბათ ამ ადგილზეც. ეგ ადგილი მე არ წამიკითხია ბერტრან რასელთან, უფრო ახალ აღთქმას იხილავდა, მაგრამ მისი ტვინი მომართული ისეა, რომ აუცილებლად ამ ადგილზეც ესე იტყოდა. რომ რა დააშავა გველმა, ეს ხომ მისი ბრალი არ არის. რატო უნდა იხოხოს მან? რა დააშავა და პასუხით შეიძლება ასეთი იყოს. ღმერთს აქვს უფლება ყველაფერზე. იგი არის უფალი. იგი განაგებს ყველაფერს. და მანიცის რასაკეთებს. ასე რომ აქ ლოგიკური ოპერაციები და მათემატიკური განათლება და ფილოსოფიური განათლება მე არ გამომადგება. რწმენა მაგის რწმენაა, რომ ისეთი სფეროში შევდივარ, ჩემი შეზღუდული გონება ვერ წვდება ამას და რწმენა ამიტომ მაქვს მე. და ვისი რწმენა? ავტორიტეტის. ყოვლის შემძლე ღმერთის. იმან თქვა ეს, იხოხია ქაუდა. კამათში ღმერთთან შევიდე? ურჩიო საქმეები რატო გააკეთე ესე? მან არის ის ყველაფერი. განმიცხადეს ერთ ჩვენ დღეს დაველოდები დროს. ამ კითხვაზედაც პასუხი გამიცხადებს. მე მჯერა. ან ამ ციცოცხლეში, ან იქით რო გადავალ. აქაც ბევრი რამე განმიცხადა, მან ჯერა ბიბლიის მეშვეობით. თუ ხშირად ვიქნები მასთან, გამაგებინებს მაგ ადგილებსაც. ხო, რაღაცნაირად რო უტრიალებ ეგეთ ადგილებს მე, უცებ მოდის რა ეს ათეისტისთვის თავი ხო ჩვენშიდაც არის ხო ეს ცოდვადაცემული სხეული. სატანა ყოველთვის ცდილობს რაღაცნაირად გაპოვნინოს ისეთი ადგილი, რომ ხრელია იქიდან შემოვიდეს, გააფართოოს და ასე მიგატოვებინოს ცოცხალ ღმერთზე წარმოდგენა. ეგ რომ ცდელობა იყო დავკეტე, დავგამანეეგა. შემოვიდეს მამაცაღლური აზრი. სულ დავჭი 5-10 წუთი ამ სისულელი აზრთან. მაგრამ იმავე წუთში ღმერთი მაგიტომ ჭირდება. მართლაც დაფიქრებული ხართ მაგ ადგილზე? რა დააშავა გველმა? ის რატომ უნდა იხოხოს იმან? ის რა არჩევან იმას არ აქვს, ინდ დაბალი დონია, ადამი და ევა გასაგებია. სული ღმერთთან არიან, მაგრამ ცხოველმა და მერე კიდე. რატო დაიყო ცხოველები ასე წმინდად და უწმინდურებად? კიდე დამაბრკოლებელი კითხვა. გამიგეთ, რომ თქვენ არ გაგიტაცოთ ამ კითხვებმა. აი 60-ის ბაღში იყო წმინდა და უწმინდური ცხოველები? თუ არ იყო 60-ის ბაღში წმინდა და უწმინდური ცხოველები, ცოტა დაცემის შედეგ, რატომ აღმოჩნდა წმინდა და უწმინდური ცხოველები და კიდე დამაბრკოლებელი პასუხი? კიდობაში უწმინდური ცხოველებთან რო არის ნოე, კიდობაში ხო უწმინდურებიც და წმინდა ცხოველები შედის. და ლევიტელებში გვეუბნებიან არ გაეკარო. აი ნახეთ ათეისტი ასეთ კითხვებზე დარბის და ჩვენ ქრისტიანებს პასუხი თუ არ გამოგვიმუშავდა, იცოდეთ სამარცხვინო იმაში ჩავიგდებთ თავს. ამიტომ არის კარგი ქრისტიანული რწმენით აღჭურვა და ასეთ ადგილებში ჩვენ გაგვაგებინებს ღმერთი. მე ძალიან ბევრი ადგილი პირადად მე გადავამუშავე, გავიგე, დამხმარე სხვა ხალხის მეშვეობით. თუ ვინმე ამ ადგილს არ იხილავს, მაშინ ისევ მე უნდა დაველოდო სული წმინდას, რომელიც გამაგებინებს ამ ადგილებს. და რაღაცნაირი გაგებას უნდა ვეზიარო. რო თლათ ისე არ ვიყო, რომ სხრათ არ აგვიგდოს თქვათ რომელიღაცა პიროვნება. სიტყვაზე ვიძახი. ლოგიკაშიც ესხმება ბევრი რაღაცეები, ბიბლიური სიუჟეტები რაც არის. არის ამაზე პასუხები. დარწმუნებული ვარ, ეს გაიცემა ამაზე. რაღაცნაირი გაგება მაქვს, არ მინდა ახლა გაგითხრათ ეგ, თუ თლათ არ დაგაბნიოთ. ეს ადგილები, რომლებიც მე ეგრეთ წოდებ რთულ ადგილებად არის წინწკლებში მოცემული ბიბლიაში, ბევრი კისერს იტეხავს და მე გამოაქვთ სხვადასხვა თეორიები. სატანა სარგებლობს ეგეთი ადგილებით რო იცოდეთ. მე იმ თავდაპირველი ისე მაქვს თავში, რომ ღმერთი არის ყველაფერი, მან შექმნეს ყველაფერი. და მე ახალ აღთქმაში ამას იგივე კითხვებზე პავლე რო პასუხობს მექოთნისა და ქოთნის ისტორიები და იერემიასთანაც არის, ხო გახსოვთ? განა არ აქვს ღმერთს უფლება ქოთანს როგორც უნდა ისე მოექცეს? შენ ვინ კითხავს, რომ კითხვებს უსმევო? არის ახალ აღთქმაში ამაზე პასუხი. მაგრამ ეს არ დააკმაყოფილებს თქვათ დეფექტიან კაცს, რომელიც მომართული არის სულ კრიტიკისკენ, დაიჭიროს რომ ღმერთი არ არის, რა გათქმევინოს. ესე ტვინი მათი ასეა მომართული. ამიტომ თქვენ რწმენაში გაგიჯდეთ ის, რომ რაც შესრულდა, აი რაც ითქვა, ყველაფერი სრულდება. ყველაფერი სრულდება. მუხლი მუხლზე. და რატომ არ შესრულდება ის მე რო გადავდივართ, ძალიან ბევრი რაღაცეები ჯერ არ შესრულებულა, მაგალითად არ შესრულებულა ისე ომარის მეჩეთი უნდა დაინგრეს იმ ადგილზე, ისევ ზუსტად იმ ადგილზე უნდა აღორძინდეს, აშენდეს ისევ ის ეკლესია, ამიგეთ აი სოლომონის ტაძარი რო იყო, მე ჰეროდეს რო ერქვა და ეხლა იქ ომარის მეჩეთი არის. ეგ უნდა დაინგრეს და ის უნდა აშენდეს. ეს ჯერ არ შესრულებულა. მე თუ ვიცი რომ ყველაფერი შესრულდა, მე რწმენაში მაქვს რომ ეგეც შესრულდება და უკვე პროექტიც არის, რაც მე ვიცი, რომ ეგ უნდა დაიდგეს მანდ. ამისთვის მომენტი მოვერთ ჩვენ ერთ დღეს. ღმერთს ყველაფერი შეუძლია. აუცილებლად უნდა დავიჯეროთ ისიც რომ მან იესო ქრისტე მეორეთ მოსვლის დროს მოვა და დაჯდება მანდ იერუსალიმში. და სოფლიო დედაქალაქი იქნება იერუსალიმი. ეს ხომ ნაწინასწარმეტყველებია და აღთქმაა დადებული დავითთან.
ხო გახსოვთ პალესტინის აღთქმა, იქამდე არ მისულათ გახსოვთ ხო თუ იმის ბიბლია წაკითხული, 8 აღთქმა რო არის ბიბლიაში მოცემული, ერთ-ერთი სწორედ პალესტინის აღთქმა არის. დავითანაც ხო იდება აღთქმა, ხო გახსოვთ ეგ? აი დაიდო ედემის ბაღში, მერე ადამიანთან, შემდეგ ნოესთან, აბრაამთან, მოსესთან, შემდეგ არის დავითი, პალესტინი და ახალი აღთქმა იმაში. ეს უნდა შესრულდეს. იქ ნახეთ რა წერია? ამუდამოდ შენი ფესვიდან გამოსული, აი მარადიულად იმეფებსო. მარადიულად ეს იესო ქრისტეზეა. ჯერ ის არ შესრულებულა. რამდენი რამე შესრულდა, ხო? აი ხურა დანარჩენს ველოდებით რწმენით, ასე რომ არავინ არ ათქვას რომ ზღაპრები წერია მანდ. ჯერ მარტო რა ძლიერი არგუმენტია, ნახე, რაც უთხრა შესრულდა რა. სატანამ კიდე რაც თქვა არაფერი არ შესრულდა. ამიტომ ქვია სატანას მაცდური, მატყუარა, სხვადასხვა სინონიმები აქვს. ცრუცარი, მე არის ცილის მწამებელი. ცილს გწამებს სულ მუდამ, აი, დადის ღმერთთან და ცილს წამებს. ამიტომ გვჭირდებით ჩვენ შუამავალი იესო ქრისტე. ის არის ჩვენი შუამდგომელი. რამდენი სახელი ქვია სატანას? სატანად ხო არ არის ქართული სიტყვაში ხმარებაში როგორც მიჩნეული, როგორც ქართული. ეს არ არის ქართული, ეს ბერძნულია. მოწინააღმდეგე. ეწინააღმდეგება ყველაფერს ღვთაებრივს ეს. ამიტომ ქვია მას სატანა. თორე ეს ანგელოზი იყო, ან მაღალი დონის ანგელოზი იყო, ისეთი რომ მისასვლელია ღმერთთან და პირველი ეგ აუჯანყდა ღმერთს. შეეწინააღმდეგა და ამით დაშორდა იგი ღმერთს იმ თვალსაზრისით, ამიგეთ რომ არ ვიცი ეს პროექტში როგორ მოიაზრებოდა და რა ხდებოდა. ხო ვერ განვიხილავთ ღმერთს როგორც ადამიანს და როგორ ის ხომ ადამიანი არ არის, სული არის და წარმოუდგენელია რა მაგის აი თქვა ჩარჩოში მოქცევა რაღაც ნახატში. რას მივამსგავსოთ? არ შეიძლება რა. რას უნდა მივამსგავსოთ მითხარით? აი რას? ეს ხო შეზღუდული იქნება მისი შესაძლებლობები რაღაცაში თუ ჩავკეტავთ მას და თქვა ადამიანის ფორმით მოვათავსებთ. იმის გამო რომ იგი ადამიანის ფორმით ერთხელ გვიახლათ ჩვენ, ეგ არნიშნავს იმას რომ ადამიანის სახე გამოვხატოთ და ვილოცოთ მასზე. აი რატომ იკრძალებოდა გამოსახვა ღმერთის არც ერთის სახით, არც ერთი სასიცოცხლო ფორმით. ხო ერთ-ერთი ცნება კრძალავს ამას 10 მცნებიდან. არც რაც ცაში დაფრინავს, წყალში დადის, ღოღავს, არაფრით არ გამოვხატოთ ესაო. აი მასაც არ ღვევენ მართლმადიდებლები, კათოლიკები, ისინი ქანდაკებებში არიან, ესენი ხატებში არიან, შუამავლად ხატები აქვთ, მეწმინდანები ყავთ. სასაცდენელია მთელი კაცობრიობა. დრო სატანა გრიალებს და ამიტომ ვიძახი, პოქა ემზადება სატანის მოსასვლელად. ქრისტიანები კი ემზადებიან ქრისტესთან შესახვედრად. და დატოვებულია ეს ორი ხაზი. ხო თქვა, სანამ მე მოვალ იყოს ეს. მე თვითონ ამას თავის ადგილს მივუჩენო. და რამდენი იგავია მე-13 თავი მე-1000-თან ამის შესახებ ხომ? აიხსენეთ ბღვაში გადასროლი ბადეზე იგავი, ამოდის თევზები, წმინდა და უწმინდური ახარისხებს ხომ? იწყება და ახარისხება. ეს რა კარგი იგავებია. ასევე ჩვენ ამ მინდორზე დედამიწა რო ქვია, არიან მორწმუნეები, ურწმუნეები და ვარჩიოთ ახლა ღმერთი გაარჩევს ამას ვინ არის? ხა სიტყვით მე მორწმუნე ვარ და ის გაარჩევს ამას. ის უთყუარია. ის მიუკორძებებელია, ვერ ჩააწყობს ვერავინ მასთან საქმეს. მანამდე კი დრო არის მეგობრებო, დრო დარჩენილი გვაქვს სიცოცხლედ, მორიდება ეხლა და აი ეს კაცმა გვერდზე გადადოს და ან კიდე სხვასთან სახმალავოდ გამოიყენოს, არ არის სწორად. ეს გამოყენებული უნდა იქნოს საკუთარი სრულყოფილებისათვის და სულის აღორძინებისათვის. ეს არის სწორედ სულის წიგნი, სიცოცხლის წიგნი.